იმის მაგვირად რომ დასკვნები გააკეთონ, ცდილობენ გამოსავალს და სწავლას მიანიჭეს მნიშვნელობა აი აქ უკვდავების მოსაპოვებლად. და ეს არის დანერგილი სასწავლებლებში. რომ გარდაქმნით სამყაროს, მედიცინა გააკეთებს ამას, ახანგრძლივდება და სიცოცხლე უკვდავი გახდება, ვეძებთ უკვდავების წამალს. კაცობრიობას უამას ეძებს. ღმერთს აცილებული კაცობრიობა იგულისხმება, მაგრამ ღმერთთან ვინც იყო მოყოლებული ადამიდან წმენით ელოდებოდნენ მხსნელს და პრობლემა მათ არ ქონდათ არც სიბერის, არც დაავადების, რამე თუ იცოდნენ რომ ეს ჩვენი ბრალია. ღმერთს დავშვერდით და ეს ამუშა. ეს უთხრა ადამსა და ევას ედემის ბაღში ღმერთმა ამის მერე თქვენ ეს გელოდებათ. და იმ წუთში კი არ მოხდა ეგ ამბავი. ვინაიდან ნელ-ნელა დაიწყო ამან ამუშავება 930 წლის მერე შესრულდა და ჩვენ ვიბადებით თუ არა, განწერული ვართ 100-იანთა კლუბში ვერ შევდივართ. და თუ შევდივართ, უკვე ამიერში აღარა ვართ. ჩვენი აქტივობა ნელ-ნელა კარგავს, ძალავს 70 წელს. უკვე ნელ-ნელა ჩხარი არ არის აზროვნება. მეხსიერებაც, გამონაკლისები წესათვე, მე საერთოდ ვიზახი პლანეტის მოსახლეობას და არ მაგალითები ახლა არ მითხრას ვინმე, რომ აი 100 წლის გამონაკლისები არ მიიღება მხედველობაში. უდიდესი უმრავლესობით განზოგადოებული რაც არის, იმაზე ვლაპარაკობთ. და ის კიდე ცალკე საკითხია ისა თუ ის ადამიანი როგორ არის 100 წლის ექნება და 90-ის და როგორ აქვს შენარჩუნებული, მაგრამ ისეთი სწრაფი გონება არ აქვს, როგორც 20 წლის და 30 წლისას, ხო? კი, აქვს 90 წლის კაცს რომ მომისმენია, მაგრამ ვერ შეედრება ახალგაზრდას და არ არის საჭირო გაიჯიბრო მაგას. ამიტომ ნელ-ნელა ჩერდება ჩვენი სიტყვებსაც ისე სწრაფად ვეღარ მოდის სიტყვები. უცებ გავიწყდება სახელებიც და ვახ რა არის, რატომ? გერევა სახელები. ეს იწყება რა, ეს ნელ-ნელა, სულ ნელ-ნელა გვეპარება ეგა. ხო და ახლა არ ლაპარაკობ პათოლოგიაზე, რომელიც უცებ ლაც და ათეროსკლეროზი იყიდებ მომენტალურად. მე ლაპარაკობ ნელ-ნელა რომ მოდის. აი ეს არის სწორედ კიდე მანიშნებელი იმისა, რომ ჩვენ აი ესეთი დროულ სივრცეში ვართ შემოსული და დროული ადამიანი ვართ აქ ცოდვისა გამო. ხო და თუ ჩვენი არსება განისაზღვრება ამით ყველაზე ტრაგიკული პიროვნება ვართ. შექსპირი უფრო კარგად არის. არაფერზე არ წუხს. აბსოლუტურად 120 წელი ცხოვრობს. ბედნიერად არიან, არც კლინიკაში დარბიან, არაფერი. ცხოველები ესე. ჩვენ ცხოვრება აღემატება მაგათ ცხოვრებას და სადღაც არის აძებარი. აი რაღაცაშია საქმე. გევართ ჩვენ მართლა ცხოველები რომ მართლაც დარი ლომის იმას ჯობია ძაღლი, ცოცხალი ძაღლი? იმიტომ რომ სიკვდილი ორივეს ათანაბრებს. თუ სიკვდილი ყველას ათანაბრებს გაქრობა იმ გულისხმება, არანაირი უპირატესობა ადამიანს არ აქვს. მაინც ხვდები. ყველაფერი დავიწყებას მიეცემა. თუ გავქრებით, აბსოლუტურად აზრი არ აქვს, მე აქ მილიონერი ვარ. თუ არა, თუ გავქრები და ეს არ მემახსოვრება, რა აზრი აქვს? მაინც თუ ვიყავი ადრე რაღაცა ბედნიერი და ნეტარი, იმას მაინც მოვიგონებ, მოგონება, მეხსიერება თუ მაქვს, როცა სადღაც ვარსებობ მე და ვარ ვთქვათ რა მდგომარეობაში იცი, აღარ შემიძლია არაფერი, მაგრამ მოგონებებით ხო ცხოვრობ, ძალიან ბევრი მოხუცი მოგონებებით ცხოვრობს, როგორი ვაშკაცი იყო ახალგაზრდა, რამდენი დრო გაატარა, ას მოგონებებით გააქვს თავის სიკვდილამდე. ესე იგი, თუ გავქრებით, მოგონებაც აღარა გვაქვს. ესე იგი, სულ აბსურდია ეგა. და შეიძლება ოპონენტს ველაპარაკო, რომ იცი რა განსხვავება ის არის, რომ იცი რა, შენგან განსხვავებით მე აი დრო გავატარე და მე ამას მოვიგონებ. თუ გავქრებით, უკვე იშლება შენის. გაქრობის შედეგად აქ შენის სიმდიდრე და ჩემი სიღარიბეს აზრი არ აქვს. გავქრებით მეც და შენც. როგორც მე არ მემახსოვრება სიღატაკე, ასე შენ არ გემახსოვრება ბედნიერება. შენც გამქრალი ხარ მეც. ესე იგი, ეს ლოგიკურად უნდა უარყოთ. זה აბსურდი გამოდის, მართლაც დაფიქრდება კაც. რა აზრი აქვს ამას? და არის კი ადამიანი ისეთი რომ გარდაცვალების მერე საერთოდ თავდება ყველაფერი და მთელი რიგი მეცნიერების გარკვეული ჯგუფი ამის კვლევაძიებით დაკავდა და ეს მეცნიერება თუ გენებავთ მეცნიერება უწოდოთ არის შემეცნებითი მეცნიერება ყველა ჰუმანიტარული დარგისა და მისი მწვერვალისა არაექსპერიმენტალური როგორც არის ფილოსოფია და ექსპერიმენტული მეცნიერება მხარდამხარ უმიტიან და ეძებენ რომ არა გამოსავალი სადღაც უნდა ვიპოვოთ თორე ეს აბსურდია ცხოვრება ვერ მოვაწყობთ. სატანას აქ ძლიერი ის აქვს, რომ დააჯეროს ადამიანი უკვდავებაში აქ დედამიწაზე და ამოუღოს თავიდან იქითა ცხოვრების განსაკუთრებით ის გაგება რომ იქით ცხოვრება არის და 60-ია მარტო. ამოუღოს ეგ და დაიყვანა ისეთ გაგებაზე რომ არის იქ რაღაცა მდგომარეობა, მაგრამ არც ჯოჯოხეთია, არც 60-ია. ხო არის ესეთ თეორიებიც რელიგიაში თუ გნებავთ. ფაქტურად სატანამ იმძლავრა და ადამიანიდან ძალიან ბევრი ადამიანიდან ამოიღო ესეთი გაგება. არ არსებობს ღმერთი, მოსიყვარულე ღმერთს ჯოჯოხეთი შეექმნა.
ამის შედეგად ნახეთ ეს შემოიტანეს ამ დედამიწაზე და უკვე ვიღაცამ ხომ მოირღვეს. ახლა რო დავაყენოთ საკითხს, რამდენად სწორი ესა? შენ აქ, ზეგი რომელიღაცა ვიგინდა რა, გრიალებს აქ, მეორე პიროვნება ცხოვრობს ნამუსენად, პატიოსანად და ეს ორივე თურმე ერთ ადგილზე კარგად იქნებიან. ეს ხომ არასამართლიანობაა. ზეგი აქ არასამართლიანობით ჩვენ შევდივართ ზოგად სამართლიანობაში მე კეთილი ადამიანი და ბოროტი. რომელიც ბოროტების გზით იწვევს ცხოვრებას და მე კიდე იცი ვარ რაღაცა დაჩაგრული. და თეორია გვთავაზობს რომ მე და ეს ღმერთი კეთილიაო და მოსიყვარულეო და ამასაც არ გადააგდებს. მე რა რომ ბოროტია. შენც ხო კარგად იქნები რატო გშურს? ესე თეორია, რა პრობლემაა აქ? აქ კიდე წარმატებული იმიტომ არის ეს რომ უნარებს იჩენს შენზე ძლიერუნა. შენს განაძრე ხელი აქაც კარგად იქნები. მაგრამ იქით ყველა კარგად იქნება. თურმე ბოროტიც და მორალი არ არის გამსაზღვრელი, თქვა, ქრისტიანული მორალი გულისხმება და საერთოდ თეოლოგიური მორალი გამსაზღვრელი ჩვენი სამოთხის შესასვლელად. ნახეთ, აი ესეთი თეორიები არის. სხვათა შორის ეს არის ატაცებული. ქრისტიანობაშიც ესეთი ლიბერალური ისენი გაგება შემოვიდა. ღმერთის ყველა ადამიანის გადარჩენა რა, რომ აბსოლუტურად ყველა იქნება მასთან. აბსოლუტურად. სხვადასხვა რაღაცა ვარიაციებით. მაგრამ საბოლოოდ ღმერთთან ყველა იქნება. ამას საღვთო წერილი არ ადასტურებს. ყველა ღმერთთან არ იქნება. ყველა თუ ღმერთთან არის, მით უმეტეს რა თმინდა ეკლესიაში სიარული, რა თმინდა რელიგიიდან რელიგიაში წანწალი და საერთოდ რა თმინდა მოწმეობა. ათეისტიც თუ იქნება მასთან. არის ესეთი თეორია, რომელიც აბსოლუტურად ღმერთის იდეით საზრდოობენ ესენი, ისეთი ღმერთი, რომელიც ყველა ადამიანს ბოლოს გაამართლებს და მიიყვანს თავის წიაღში. აი ასეაც და სატანას აქ დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს, რომ იცოდეთ. სატანის ბრალი არის ეს ყველაფერი, ხო? ამ გზას დაადგა კაცობრიობა და აქედან არის ჰომოსექსუალისტებიც რო სარგებლობენ, ჰომოსექსუალიზმი ფართო გაგებით ხმარობ, ესე იგი დამახინჯებული აზროვნების ადამიანი და არა მარტო სქესზე არ დაიყვანება. ჩემს ლექსიკონში ამას ფართო ის აქვს, შინაარსი მიცემული. მოკლედ ჰომოსექსუალი არის ის, ვინც დამახინჯებული თაღიქვამს სამყაროს ყველანაირ ასპექტით, ყველანაირი სახით. და ერთ-ერთი სახე კიდე სექსი არის, ხო? ეს ამართლებს ეს თეორია ამ ხალხსაც, ათეისტებსაც ამართლებს გამიგე და ათეისტებმაც აღიარა ღმერთი, ადრე ხო არა, ასეთი ღმერთი ათეისტმა მიიღო. და ნუ მაშინ ესეთი ღმერთი არ მინდა. და აგერ ათეისტური ქვეყანა არის საქართველო. ათეისტების ქვეყანა ყველა ძველმა ათეისტებმა პირჯვარის წერა დაიწყეს და თან იძახიან, ჩვენ არა ვართ ეკლესიური, მაგრამ ღმერთი არის. ხშირად მოგისმენიათ ალბათ, ხომ? ძველი ინტელიგენტებისაგან, მაგათაც ამაშუკელს უთქვია. მე არა ვარ დიდი ეკლესიური, მაგრამ პირჯვარს გადაიწერს. ეკლესიური არ არის, ღმერთს არ იცნობს და პირჯვარს იწერს. უცნაურია ისე რა გაგება აქვს. შიშისაგან. იმიტომ რომ ამას ისეთი გაგება აქვს ღმერთისა, რომ არ არის სავალდებულო იცნობდე, არ არის სავალდებულო აი ადამიანი იყო, არ არის. ღმერთი არის იდეა, ღმერთი გააბატონა მან, რომელი ღმერთის იდეა ასეთ ადამიანებსაც გამოიყვანს მდგომარეობიდან და თავის წიაღში მიიყვანს. აი ეს, ნახეთ, ყველა მაიტაცა, ათეისტიც ვიმეორებ, უკვე არის ღმერთის ამღიარებელი. მაგრამ ათეისტური პოზიციებიდან, ლიბერალური ღმერთის პოზიციებიდან, იდეა ღმერთის პოზიციებიდან და არა პიროვნება ღმერთის იესო ქრისტეს პოზიციიდან. და ანერვიულებთ, აღიზიანებთ, როცა პიროვნება ქადაგებს პავლესნაირი ხალხი, რომ ღმერთი არის პიროვნება. ღმერთი არის აბსოლუტური სიკეთე, აბსოლუტური სამართლიანობა და ამავე დროს არის აბსოლუტური სამართლიანობა დამსჯელი იმისა, რაც თვითონ შექმნა და გამანადგურებელი იმ ხილული სამყაროსა თვითონ რომ დაუდო საფუძველი. ამას ესენი არ იღებენ. პიროვნული ღმერთი გაწიეს და უპიროვნო იდეა ღმერთი შემოიტანეს და მთელი რელიგიური წარმოდგენები ამაში ჩართეს და ნელ-ნელა უკვე პიროვნული ღმერთს მიბმული ხალხი გამოაცალკევეს და უპიროვნო ღმერთის მორწმუნეებად აქციეს. აი ეს არის დღეს პლანეტაზე. პლანეტაზე ვიძახ, მარტო საქართველოს კი არ არის კაცო. პროტესტანტული იქნება ეს კათოლიკური თუ მართლმადიდებლური და ვინც ამას ეჭიდავება თუ რა ეკამათება, ის გადაგდებულები არიან, გამოცხადებული არიან სექტანტებად, გამოცხადებულიან იცი რაღაცა ორთოდოქსებად, როგორი გაგებით, იცი, აგრესიულები ხართ მოკლედ. და გვასწავლიან ეს ხალხი ღმერთის გარეშე, ღმერთი როგორი არის. და ღმერთი ყველას მუსულმანსაც მიიღებს, ბუდისტსაც მიიღებს, მართლმადიდებელსაც მიიღებს, კათოლიკესაც მიიღებს. აი არის ესეთი თეორიები და ნელ-ნელა მართლმადიდებლებიც ამაში ჩაჯდებიან. ლიბერალურ ხო უნდა გახდეს ეგეც.
ახლა ესენი რო აშინებენ ახლა ჯოჯოხეთით ესენი მართლმადიდებლობა თავის რელიგიური წარმოდგენებით ეს ხო რელიგიაა თავის რელიგიური წარმოდგენებით ოპონენტი არის სოფლიო რაღაცა რელიგიური წარმოადგენლების მიმართ ოპონენტი არის სოფლიო რელიგიური წარმოადგენლებს ღმერთის უპირონო სახე რო დახატეს ახალი რელიგია მე გააკეთათ ესენი ამოვარდნილი არიან და არიზიარებენ მართლმადიდებლები ევროპა ამერიკის შეხედულებას ღმერთზე და იძახიან რომ ის ჩაიძირება დალპება და იმის დალპობის რა გითხართ საქართველოს პება და იძირება გინდა არ გინდა როდის გაიგებს ქართველები ეს რელიგიის მიმდევრები რომ ესენიც უნდა გადაერთნონ ზოგად ეკუმენისტურ ღმერთის გაგებაზე საერთო იმაში ჩაეწერონ თორე გაქრებიან ესენ ხო ქრისტიანები არ არიან ქრისტიანი კი არ არის ქართველი ამიტომ როცა ეს რელიგიაში ზის და კაც რელიგიას ქადაგებს და აშინებს ყველას საქართველოსიც და გარეთ და ამას ესმის ყველას რომ ჯოჯოხეთში წავა ეს ხალხი და ჯოჯოხეთთან არ აშინებენ მაგას ეს არანაირად არ ეწერება სოფლიო გაგებას ღმერთის შესახებ არც მუსულმანებთან მუსულმანები აგრესიულების ნელ-ნელა გადადიან ლიბერალურში მათაც პიროვნული ალახი რომელიც ჯის ხალხს და კეთილად ამყოფებს მათაც ნელ-ნელა შეაცვლევენ ეს აზრი აი რამზადება ამის უკან ხო სათანა დგას ვიცით აი ესე დაიკავა ჰუმანიზმმა ადამიანური გონებით ახსნა ღმერთისად ესე იგი ჰუმანიზმი ადამიანი ხსნის ღმერთს და არა ღმერთი ხსნის ადამიანს ბიბლიიდან ღმერთი გვეუბნება ჩვენზე რომ არ ვარგიხართ არ გინდა მას დაითანხმო ბიბლიიდან ღმერთი გვეუბნება რომ ჩვენ გაფუჭებული ვართ და საჭირო არის გამოსყიდვა უნდა დაყარო ფარხმალი და მომენდო მე და როცა ადამიანი არის ცენტრში ადამიანი ღმერთს დაიქვემდებარებს და ადამიანი ახასიათებს ღმერთს ისეთად როგორც თვითონ წარმოუდგენია და თეორია სატანიდან მოწოდებული ადამიანის არის რომ ყველა ადამიანი გადარჩება ყველას უნდა ვესიყვარულოთ ზანგიც ის არის ესეც ის არის აი ეს არის დღეს სოფლიოში და ამან რა მოიტანა როგორი აკოთებულია სიტუაციები სიკვდილით დაჯა აიგზალა ყველგან ესე გადმონაშთია ხო იტყოდნენ რა სიკვდილით დაჯა როგორ შეიძლება სიკვდილით დაჯა ესე ღმერთმა დააწესა არ მინდა მე ესეთი ღმერთი არა და სიკვდილით დაჯა ხო ღმერთმა დააწესა აბა ჩვენ დაწესებული არის მაგრამ დააწესა იმიტომ კი არა რომ შენ ეს მაიმუნური გზებით ვიღაცა დასაჯო და ვიღაცა გაანთავისუფლო მხოლოდ იმიტომ რომ გამოსასყიდე მიიღე აი ესე ღმერთს არ უთქვია სამართლიანობით სჯი შენ ხარ მოსამართლე ნამდვილად ღმერთით რო სარგებლობ და ღმერთით დაჯილი ადამიანი შეიძლება ცხონებულიც იყოს იცის ღმერთმა რატო სჯის პირველი რაც გააკეთა მან მთელი კაცობრიობა წარღვნის ქვეშ მოაქცია და ასეთ ღმერთს უჯანყდებიან და არ მოწონთ ბიბლიური ღმერთი რა ვქნა არ მოწონთ კაცრია როგორც არ მოწონთ პოლიტიკურ სისტემაში დიქტატორი კაცი თუნდაც კარგი მაგარი ტიპი იყოს რა საყვარელი სამართლიანი მაგრამ არ მომწონს ეს მკაცრი კანონები და მინდა რა ისეთი მოვიდეს რომ ჩემ ნებაზე მიმიშვას ფაქტურად საქართველოში არ არის ისეთი შეგნებული მოსახლეობა რომ დემოკრატიული წესით დაიწყონ ცხოვრება დემოსით საქართველო შეიძლება ძალიან მკაცრი იყოს და მიუღებელი ბევრისთვის საქართველოში პოლიტიკური წყობილება დიქტატორული უნდა იყოს დიქტატორული პირდაპირი გაგებით აი პირდაპირ არა მოჩვენებითით პირდაპირ არავით არის პარლამენტი არავით არის დემოკრატ აუცილებლად უნდა რაღაცა ვადით დიქტატორი მართავდეს ქვეყანას და მიმთითებელი ესე იგი რომ არ იცის ჯოგმა როგორი ცხოვროს დიქტატორი უნდა იყოს სათავეში ისეთი რომ მთელი რიგი რაღაცები იცოდეს და დიქტატს იქიდან უნდა ვიღებდეთ და დიქტატორული ეპოქები იცით როგორი იყო ხო მე მემკვიდრეობად აგზელებდნენ შვილები რომლებიც უვარგისები იყვნენ ზოგიერთები და დემოკრატიული არჩევნების წესი უკვე ეს არის შეგნებული დამორჩილება კანონის მიმართ მე შეგნებულად ვემორჩილები კანონს რომელიც გარკვეულმა ჯგუფმა შეიმუშავა კონსტიტუცია და მე აღარ მჭირდება მიმთითებელი ადამიანი კანონს ვემორჩილები ამიტომ საჭირო არის ქვეყანაში კანონის ელემენტარული შესწავლა და ამ კანონს მაინც ხაფსხობს სწავლობთ ჩვენ ელემენტარული ვიცით რა არ შეიძლება რა შეიძლება თუ დავარღვევთ პასუხს ვაგებთ და ჩვენ კი არ ვეჭიჭყინებით დამრღვევი ვარ კანონის დემოკრატიული ქვეყნები არის კანონით მართლობა და დიქტატორული ქვეყნები ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას და გაავრცელებს და იქ ადამიანთა ერთიანობა შეთანხმდებიან პარლამენტში მიიღებენ კანონს 150 კაცი რომ მიიღებს კანონს ესე იგი ეს ყველასთვის ავალდებულია ხო და უნდა დავექვემდებარო ხედავთ საქართველოში ამართლებს ეს დემოკრატიული არჩევნები არა არავინ არ ემორჩილება კანონს არც კანონდებლები არც აღმასრულებლები და ჯობზე რაზე ლაპარაკი ასეთი ანარქიულია ქვეყანა ამიტომ დააკვირდით ეს ახლა სოციალურ-პოლიტიკურიც გადავიტანოთ საღვთო წერილზე როდესაც ღმერთმა კანონი შემოიტანა ეს ჯურის კანონი ძირითადი კანონები ამ კანონით ცხოვრება
უთხრა ადამიანებს, ეს არის გარანტი თქვენი საზოგადოებაში მოწესრიგებისათვის. ვიდრე მე არ გაგანთავისუფლებთ ამისგანო. და დააკვირდით, ამის ან ძალით მოხვევა ხდებოდა, ან შიშით, ან კიდე ნებით. და იშვიათად ნებით რო ვინმე ამას ასრულებდა. როგორც კი ქრისტე მოვიდა, ქრისტემ თქვა, თქვენ ისეთი ახალი ადამიანი ხართ, არ გჭირდებათ დიქტატი, კანონით ცხოვრება, რამე თუ კანონი თქვენშია. აი რა განსხვავება ახალ აღთქმასა და ძველ აღთქმას შორის. აი რისი პროექცირება რომელთა წერილი. გზავნილი რომელთა მართ. კანონი მე აღარ მჭირდება გარედან. შენი მითითებით მე აღარ ცხოვრობ. ჩემშია კანონი, ჩადო უკვე. მანამდე გარეთ იყო. გარეთ იყო იქამდე სანამ ცოდვილი ბუნება გამოსყიდული არ არის. და მე გარეთ იძულებით ვაკეთებ ამას და რასაშინელება და წმენით ვინც აკეთებდა გულწრფელად, ალალად, აი ეს მიიღო ღმერთმა. ასე რომ ძველი კანონი შესამეცნებელი არის ჩემი ცოდვილი ბუნებისა გამო. კანონი მეუნება არ გააკეთო ესა. და რატომ მეუნება ამას? ეს ჩემში არის ამის კეთება. და ახალი აღთქმა, კავშირი რო დადო ღმერთმა ახალი აღთქმა კავშირის დადებას ნიშნავს ხელშეკრულების, ნიშნავდა ამას. ამით აღარ გინდა ცხოვრება, მითითებით აღარ გინდა. რამე თუ შენი თავის მიმთითებელი შენ ახარ. შენ ახარ ახალი ადამიანი, რომელსაც გარედან არ ეუნებიან ეს არ გააკეთო, ისა შენ იცი რა გააკეთო და რა არა. ხო მაგარი რამეა ესა. ამიტომ ქრისტიანს აღარ ჭირდება თქვა, აი ესეთი მითითებები, აქ არ მოწიო, იქ არ მოშარდო, ეს არ მოიპარო, არ მოკლა, შეურაცხყოფა არ მეა. აი ეს მართლა არ ჭირდება. არ იხმაურო. ეს მას არ ჭირდება, რამხელა ბედნიერება იცით? შიგნიდან ადამიანმა იცის, აი ემორჩილება, თორე ეს შინაგანი ადამიანი აღადგინა კავშირი ღმერთთან და იძულებით არაფერს არ აკეთებს. ახალი ადამიანი და რწმენით არის გადარჩენილი. დარწმუნებულია, რომ ეს ახალი ადამიანი მაშინ ღმერთმა შექმნა. აი რისი დემონსტრირება არის პავლეს მიერ წერილებში. და არ უნდა კაცობრიობას ეს მიიღოს. ისევ ჯობია იაროს ღვთათან და აღსარებები აბაროს. არ ვიცი ნანახი გაქვთ თუ არა ესეთი ქართული ფილმი აღსარება. როგორი გაგება არის ქართულ სივრცეში წმენაზე, ღმერთზე და ასე შემდეგ და მისი ილუსტრირება არის მხატვრულ ფორმაში გადმოცემული და გარკვეული გაგებით რაღაცა დაპრავება არის მღვდლებისი, რომელი მღვდლებით თითქოს შეურაცხყოფას აყენებენ ვიღაც მრევლები თავისმეთ. მოკლედ ეს არის აზრი ჩადებული მაგაში, რომ არ გიკეთილი მღვდელი, როგორ შეურაცხყოფა მიაყენეს მას ცილი დასწამეს. თავიდან მეგონა რეჟისორი რაღაც ელემენტარულ კრიტიკულად გააშუქებდა იმ რელიგიურ სივრცეს, რომელიც სივრცეც საქართველოს ეწოდება, ხომ? არა, მსგავსი რამე არ იყო. ეს იყო მღვდელი და უცნაურია, რომ სრულიად მოუმზადებელი იყო რეჟისორი რელიგიურ საკითხებში, ქრისტიანობის გაგებაში არიჭდა. სხვადასხვა რეჟისორი გარდაიცვალა 2-3 დღეს უკან 53 წლის ასაკში გულის შეტევით. ზაზა ურუშა. აი გარდაიცვალა. მანდარინებიც რო გადაიღო და აი თან სათაურით აღსარება. და რა რომელი აღსარება, რა აღსარება, მღვდელი აღსარებას თვითონ ეს კაცი არ არის მღვდელი. არ არის მოწოდებით რელიგია, ეს შემთხვევით არის მათ. და ეგ არის მთავარი მოქმედი გმირი. დანარჩენი ხარი ამ მღვდლის გახსნას ემსახურება, ხასიათის გახსნას. სიუჟეტი კი ძალიან მარტივია. ქალაქიდან პარალელები რო გავალოთ, როგორც მაგალითად პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტები, როცა ამთავრებდნენ იმას, განაწილებით მიდიოდნენ სოფელში და ძალიან ბევრი აწყობდა, რომ თბილისში დარჩენილიყო. ესეც ერთგვარად ქალაქიდან უშვებს მოძღვარი, ხელდასმა რაღაც ვიღაცა ყველას თავისი ყავს და ერთ-ერთ სოფელს მღვდელი აღარ აყავს უკვე 2 თვეა და აი რაღაც მიყრუებულ სოფელში შეგნებულად არის ესეთი ადგილი, სადაც არც ინტერნეტია, არც კინო, არაფერი არ არის. გაუშვებენ მღვდელს და მის დიაკვანს მოსამსახურეს თუ შეიძლება ასე თქვას და გზა და გზა იხსნება ამათი დიალოგებში ამათი ხასიათი. ესე ყველაფერი ემსახურება ამ პიროვნების ხასიათის გახსნას და ზოგადი სათაური აღსარება, ვიზიეს აღსარება. და ცენტრში ხო ეს მღვდელია. და შევიდა სოფელში თავიდან იღებენ, რა თქმა უნდა, იმ თავითვეს არავითარი ქრისტეზე ლაპარაკი არ არის. ეს რეჟისორს არც ქონია მხედველობაში. ქრისტეს საერთოდ სიტყვა არ უთქვიათ. ბიბლიიდან არც ერთი ციტატა არ არის. საერთოდ ღმერთზე არანაირი თეოლოგიური არაფერი არ იყო. მოსახლეობაში შედის და წირვა ლოცვა მხოლოდ და მხოლოდ შემოიფარგლება სიმღერებით და ლოცვა კიდე სხვისი რაღაცა სალოცავი იმეებით, ვინც ემსახურება ამას და ეს დიდი პატივით მიღებული არის ადამიანი აი ამ სოფელში. და ეხლა უფრო კარგად რო გაიხსნას ხასიათი შინაგანი მღვდლის, აუცილებლად რეჟისორს ქალი უნდა შემოეყვანა.
თან ისეთი, რომელიც სრულიად განსხვავებულია სოფელში, თავისი ჩაცმულობით, გარეგნობით და რაღაცა თავისებური მას ერთგვარი კუმირი ყავს მერლინ მონროს სახით ამ ქალს. ისე რომ არც იცის მან თმებიც ისე აქვს შეღებილი, რაღაცა ამოვარდნილი, რაღაცა გაკრასკული და იმ ფონზე, რომელი ფონიც სოფელი იძლევა, ეს ვითომ ლამაზი არის ქალი და ლამაზი ქალი შეგნებულად არის საცთუნებლად. ესე იგი აქ გახმაურდება ძველი რაღაცა ანალოგები ილია ჭავჭავაძეს განდეგილიდანაც. ეთყობა რეჟისორს მაინც აწუხებდა ეს პრობლემა, რომ ადამიანები მიდიან სამღვდელოებაში, მაგრამ მთლიანად ვერ არიან განთავისუფლებული იმ მიწიერ ხორციელი სურვილებისაგან, რომელშიც ცოდვა დაცემულ ადამიანში იჩენს თავს. ფაქტურად თუ ღრმად გავალთ აქა რელიგიის კრიტიკასთანაც მივალთ და არა პიროვნების. ესე იგი ვინ არის ეს მოხდელი წარსულში სარეჟისორო ფაკულტეტის დაუმთავრებელი სტუდენტი, ნასტუდენტარი, რომელმაც ეს კითხვაზე პასუხი დიაკვანს ვერ უთხრა. რატომ აი შემღდლობა? არ უთხრა ეგ შეგნებულად რეჟისორმა ალბათ შემოსავლიანია რომ ეთქვა ეს არ გამოვა. თუმცა რაღაც მიყურებულ სოფელში ხლა თავის გადარჩენა შეუძლია, სახლი აქვს, კარი აქვს და თან ბერობის ინსტიტუტიდან შედის. ბერობა კიდე მოკრძალავს ცოლის მოყვანას და ცოლი არის ერთადერთი საშუალება რომ შენ ის განახორციელო სექსუალური თქმობა ქალის მიმართ. ამიტომ ბერობით ვთქვათ რომ მოვიდა ამას ეკრძალება უკვე ქალის მოყვანა. ხლა არ გინდათ თუნებას გაუძლო და თან დააკვირდით რა ფილმებს უყურებენ. ამას უფრო მეტად აქვს ნოსტალგია კინო ხელოვნება და ვერ შედგა ეს არ შემდგარი სტუდენტი არის. ეს არის გაუბედურებული ადამიანი და ამის გამო რომ არ შედგა შეაფარა თავის სამღვდელოებას და თვითონ ექნება ის მისწრაფებები, რაც კინო ხელოვნებაში რეჟისორებს რა მისწრაფებები აქვს. არ არსებობს რეჟისორი დაეტოვებინოს კინო ხელოვნება, რომ ავიდან ბოლომდე შეაბერდა ცოლს. ეს მე არ ვიცი ესე თუ თქვენიც შეიძლება 1-2 შეიძლება მსოფლიოში იყოს. ეს ამათი ცხოვრების წესი სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრების წესისგან და ეს არც არის გასაკრიტიკებელი. ამათ ისე მაგებს არ აკრიტიკებენ არც მსახიობებს, არც რეჟისორებს. იცვლიან ერთმანეთს, პარტნიორები არიან, პარალელზე ცოლებიც აყავთ, შვილებიც აყავთ, შემდეგ შორდებიან, მერე ქორწინდებიან, საყვარლებიც აყავთ, ცნობილი ამბავია. ეხლა ეს რატო შევიდა სარეჟისორო ფაკულტეტზე? ეს ხო არ არის ნათქვამი. რატომ უთხრა ვარი? ესეც არ არის ნათქვამი. და უცებ სამღვდელოებაში შეაფარა თავი. რაღაცა მას შინაგანი განხეთქილება თუ რაღაც აქვს პროტესტი და თავშესაფარი უფრო არის ეს. ბერად აღიკვეცა. რამ განაპირობა ბერად აღკვეცა, ეს არ არის მანდ მითითებული და გადმოცემული. არ იძახის ეს კითხვაზე პასუხს არ ცემს. თავის ამტრევი აქვს მაყურებელს. უნდა ითქვას, რომ ქართული ფილმი ყოველთვის რებუსით ხასიათდება. ყველა ქართული ფილმები 70-იან წლებში ტვინტვინით ჭყლეტია. ეს ფილმი ტვინით გადაღებული არის. ფიქრობდა რეჟისორი და რა ტვინი და რა აზროვნება აქვს, ის არის პროექცირებული ეკრანზე. და ბევრი რამე შეიძლება იყოს, თქვათ, ლოგიკურად გაუმართავი, ფსიქიკურადაც არასწორად აღქმული. ბევრი რამე დამალულია და მე უნდა მაფიქრო ამაზე. მე უნდა გავხსნა პორტრეტი, მსახიობმა უნდა გამიხსნას და რაღაც აქცენტები უნდა დასვა. მსგავსი რამე არ არის კითხვაზე, მაყურებლის კითხვაზე, რომელიც დიაკვანი სვამს. რატო შემხობა სამღვდელოებაში? უსმენთ ახლა რა სიტყვის. ვასწრებთ ჩვენ მაყურებლები და ალბათ ღმერთის სიყვარული. მსგავსი რამე არ არის. არაფერს არ იძახის ეგ. არ გვეუნება, არ ცემს პასუხს. და დაკავებული არის პრიანიკი. პრიანიკი რუსულად შეგნებულად არის. პრიანიკი სასიამოვნო საჭმელი. სიმბოლოებით უნდა მოგეკოთ ხომ? მთელი ეს ფილმი და ფილმს ლაიტმოტივად გაზდევს ძალიან შავი ფერი და სევდიანი მუსიკა. მთლიანად ეს ემსახურება ამ პიროვნების ხასიათის გახსნას. რომელსაც ეს მღვდელი წარმოადგენს, რომელიც სულ მამაუს ზახილი არის თელი ფილმი. მამაო და არანაირი მამაო არ არის. გარეგნულად ის არ აგავს ისეთ, თქვათ, ორთოდოქს მღვდელს, რომელიც დღეს საქართველოში არის, აფანჩრული უშნოთ, უკან დავარცხნილი თხელი წვერებით, წარმოსადეგი და მიმზიდველი კაცი არის, როგორც ასეთი ეს მღვდელი და ძალიან ჰუმანური, ოდებული რომ ადამიანებში რაღაცა შეიტანოს და რაც უყვარს ის შეიძლება ფილმები და დააკვირდით რა არც ერთი ქართული ფილმი, არც ერთი თქვათ სულ ამერიკული ფილმები, სულ საზღვარგარეთის ფილმები, ჯაშში მხოლოდ ქალიშვილები არიან და მხოლოდ იმიტომ დააჩვენა რომ ქალი თამაშობს მანდ და შეიყარა ხალხი და კლუბის აფსია ამით. გამოფხიზლებას აპირებს მიძინებული საზოგადოებისა კინოხელოვნების მეშვეობით. ილუზია არის კინოხელოვნება, რეალობა არა, ილუზია არის. რეალური, ესე იგი, სამღვდელო პირი, რომელიც ღმერთის რაღაც გარკვეული მოვალეობას ასრულებს დედამიწაზე, ილუზიით კვებავს მაყურებლებს და მისატყუებელია ერთგვარი წირვაზე მოდი. წირვაზედაც შევდივარ და იქ სიმღერის გარდა არაფერი არ არის. მერე, როდესაც ერთი დეტალი არის თუ გახსოვთ, ვინც ნახა, ერთი დეტალია ასეთი, რომ კლუბში ფილკინო ჩვენების დროს მოდის ერთ-ერთ მაცხოვრებელი დეუნება, მამაო, კვდება ჩემი ქმარი. რა იცი რომ კვდება? აი კვდებაო რა და
და ხო წადიო და რო დამთავრდება ფილმი მოვალო. ეს არ წაყვა იმ წუთში ფილმის დამთავრებას ბოლომდე დაესწრო, დამთავრდა ფილმი და ქოშინ-ქოშინით ესა და დიაკვანი მივარდა და უკვე გარდაცვლილი დახვდა კაცი და ესეც აწუხებს ამას რომ ზიარების გარეშე წავიდა ისა და თავისებური მეორე დღეს საფლავზე ის შეასრულეს რაც შეასრულეს. მოკლედ აი ამ პიროვნების ამ გმირის ხასიათის ჩვენება არის ფილმში და არა თქვათ თეოლოგია დაბნეული. აი ეს რო გადავიტანოთ მთელი მეებში ქართულ სივრცეში ტრაგიზმს მივიღებთ, ესე იგი შედიან სამღვდელოებაში ხალხი, შედიან ბერებად ადამიანები, რომლებიც ცხოვრებამ რაღაცა ვარი უთხრა და დარჩა ცხოვრებისკენ მისწრაფება და ცხოვრების მისწრაფება ამოტივტივდა კინოხელოვნების თვალსაზრისით ქალმა უნდა გააკეთოს აი ლილი, რომელიც ის მუსიკის მასწავლებელია სოფელში. ეს არ ალიარულია ახლა ესე ჩაცმული ყრუ სოფელში მუსიკა, პიანინო, მოდი თქვათ ეს ტვინით არის მოტანილი ამის გასახსნელად. ეს რაციონალური ფილმია, ეს არ არის ნამდვილი დოკუმენტური ფაქტებზე აგებული. რაღაცა ტკივილი რეჟისორს უნდა და არც ბოლომდე ვერ გათქვა სათქმელი, ვერც აკრიტიკებს მართლმადიდებლობას, ვერც გაურკვეველ მდგომარეობაშია მოკლედ და მისი გმირიც ეს თვითონ ეგ არის. თვითონ მისი გმირი როგორც რეჟისორი ზაზა ურუშაძე ფილმებით არის დაკავებული კინოხელოვნებით და ცხოვრებას კინოხელოვნებიდან იხილავს და მთელი ფილმი ისე მთავრდება ღმერთზე არაფერი წარმოდგენა არავის არ აქვს მაგ ქვეყანაში. სტატუსი არის მოხდულის და მამაო მორჩა წესები, ინსტრუქციები, აღსარებები ჩაბარა უფრო გავს ფსიქოლოგთან რომევა კაცი და თავის ამბებს უყვება, დაიბარებს მეორე საქმეების გარჩევა უფრო არის ვიდრე აღსარებები, მაგრამ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, ყველაფერი ეს მთლიანობაში ამ ღვთლის ხასიათის გახსნას ემსახურება. ვინ არის და რა არის ეს? ამას წუხილი აქვს ბერად შედგომისა. და იჩინა თავი ამ ყრუსოფელში რას წარმოიდგენდა რომ გამოჩნდებოდა ქალი რომელიც ამას გულ შეუტოკებდა. ეს ამ ქალით მოიხიბლა რა და რო წაასწრო რომ ეს ქალი თავისებურად რაღაცა სექსუალურ რაღაც თავისუფლებას ამჟღავნეს მოწაფე სტუდენტთან რომელიც ამასთან დადის ეს რო გაიგო ამან გადაირია რა. იმიტომ რომ ეს როგორც უწმინდესი რაღაცა ლამაზი ესეთი იმით შემოვიდა ამის ცნობიერებაში და სიმპათიით განიმსჭვალა და ერთგვარი ეჭვი გაჩნდა, ეჭვიანობს. და ერთგვარად ეს სილამაზე წარმოიდგენა როგორც გარყვნილების ისა და ძალიან ცუდად გახდა. შესაბამისად, ქალმა იხემძღვანელა იმით, რომ ქალი თავის თავს უფრთხილდებოდა, ამან დოკუმენტი მიუტანა, ჩართო და მოასმენინა. ესეთ რამეს, რომელი მორწმუნე მღვდელი აკეთებს. მღვდელი კი არა, მღვდელი არც მინდა სიტყვა ვიხსანო. ქრისტიანი ღვთისმსახური, ქადაგებელი, ასეთ რამეს გააკეთებს, ერთს მეორეს გადაკიდებს, იქ ბიჭი აატირა, რატო აკეთებ, იმან ჩაუწერა, ეს მოუტანა, საქმეებს ურჩევს და დააჯერა ქალმა, რომ მე ჩემი ხმა არ არის. დააჯერა, მართლა დაიჯერა, ჩაიკონა გულმკერდში და აგიჟებული ქალი გავარდა და თავისი მორალის გადასარჩენად მღვდელს გამოუფინა გარეთ, რომ მაუპატიურებდა. თავარი ის კი არ არის ამან იტყუა, თავარი არის მღვდლის შიგნით სამშვილდეში რა ხდება. სწორედ ეს ამოქექა ამ ქალმა და ამაზეა მღვდელი გაგიჟებული და არა იმაზე რომ დაგმეს. ეს იურიდიული სიმართლეს კი არ ეძებს. უკვე თავს მოკლას აპირებს, განმარტოებას ხალხისგან კი არა. ამიტომ ეუნება დიაკვანეო, ღირს სიცოცხლეო. რა აბა მითხარი როგორ და მელინ მოლოწუწუები. ეს საფრთხდება. ესე იგი აჩვენა ურუშაძემ რომ ადამიანები რელიგიაში მიდიან სხვა მოტივებით. არავის არ უყვარს ღმერთი, არავინ არ იცნობს ღმერთს. ცხოვრებისეული ადამიანი და რატო იტანჯები? წადი რა, გაიხადე, მიდი რა, ქალიც არის, კაციც არის და გადი მეგობრებში და ქალიც მოიყვანე თუ გინდა და გაიხარე. აი ახლა ამ ხრივ ეს რამდენად სიმართლეს შეეფერება. ეს ილია ჭავჭავაძეს იმამდე ავიდა ეს რეჟისორი. მაგრამ დავამშვიდებ რეჟისორს რომ მღვდლები ყველაფერს აკეთებენ დღეს საქართველოში. ასე რომ ასეთი მღვდელი გაიდეალებულია და ესეთი არავინ არ არის. ეს ერთგვარი გამოძახილია იმ განდეგილისა ილია ჭავჭავაძის სურვარი და ტოლსტოის მამა სერგისა. ახალი არაფერი არ თქვია ამას. ეს ხო დადებითი ტიპი არის რა, არაფერი არ გაუკეთებია, მაგრამ აი ამ ნიუანსებს, იმ ფსიქოლოგიურ ნიუანსებს, აი ამას ხო გული შეუტოკდა ამ ქალზე. აი ამას ქალი კი არ აინტერესებს, მის პედოფილია. თვითონ არის შეურაცხყოფილი, რომ ვინ შეიყვარა, მას თურმეს აღმოჩნდა, ღალატობს რა არის ეს ვინ არის. რომელ კაცი მოეწონება ქალი მით თქვენ გიყვართ რანაირად, ის თქვენ დააფიქსიროთ, რომ ეს რაღაცა გაუყმართებულ რაღაცეებშია და ძუკნა არის და მაიმუნი არის და რა პედოფილი, ახლა 2 წლის ბავშვი კი არ იყოს, კაი მოტროკი იყო, იქ ვინც თამაშობდა იქა და რაღაცა ხელოვნური იყო ეს ყველაფერი. ჯერ იმთენად ხელოვნურია, რომ მსგავსი ყველა მეძავიც რო იყოს, ქალი მსგავს რამეს არ აკეთებს. მაგრამ ეს რატო დაჭირდა რეჟისორს მღვდლის ხასიათის გასახსნელად? სულ ყველაფერი ეს ხსნის ამ პიროვნებას და თავარი მოქმედი გმირი, რას გვეუბნება ჩვენ. სიყალბეში არის მხილებული. ეგ ყალბი მღვდელია. ეგ არის მისი ტრაგედია.
თავად პიროვნება ახლა ზაზა ურუშაძე რა მორწმუნე არის ეს ახლა იქით რაღაცა არის ეს ახლა რაღაცა რო არის უნდა გაარკვიო რა არის და როგორ უნდა მოხდე იქა ვერანაირ გადარჩება იმით რომ იზახეთ იქით რაღაცა არის მე ეკლესიური არა ვარ მაგრამ ღმერთი მწავს რა ტერმინი არის ეკლესიური არა ვარ ეკლესიური ვარ შენ იესო ქრისტე მხსნელად მიღებული გაქვს აღი არის შენი სისუსტეები გმირში რო სისუსტეები შენიშნა მაგრამ ჰუმანური იმიდან არის და ორმაგი სტანდარტები სუსტი რო არის ადამიანი სწორედ მაგიტომ არის იესო ქრისტე რომ სისუსტეს განაპირობებს ჩვენ ცოდვილი ბუნება და ჩვენი ძლიერი იმეებით თვისებებით ვერ შევალთ იქა ამიტომ იქით ცხოვრებას რო გავუსვა ხაზი და იქით არის რაღაცა ისე სხვანაირად აქ აზრი არა აქვსო ხო და იქით როგორ უნდა აღმოჩნდეთ როგორ ავტომატურად და მე რა არის იმისათვის საჭირო რომ იქ და აქ კარგი იქით არის ცხოვრება აქით რატო ვართ ჯერ აქით რატო მოვიდით თუ იქით არის ცხოვრება ყოფილიყავით იქით ჯერ აქით მოვედით და მე იქით გავდივართ ეს დანაშაულია ღმერთიდან ხო ესე იგი ხომ არ იყო რომ იქით ვიყავით სულ და ჩვენი უბედურებით აქით შემოვედით და მე უკან დაბრუნება ყველასთვის არ არის ჩვეული ყველასთვის არ არის ეს აი ეს რა თქმა უნდა ამას ეს ამოცანაც არ ქონდა ახლა მოდი ვთქვათ რომ ეგ კი არა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს არ აწამს ქრისტე და მე არ ნიშნავს იმას რომ რეჟისორი რო იღებს ფილმს ყველაზე მაგრად ამანიც ის ეგ მაშინ თუ ეს იცი მით უმეტად რას იღებ ინტუიცია არის ხელოვანში წამყვანი და მთელი რიგ რაღაცებს შენ ისე ურტყავ რომ უკვე სხვა შეიძლება ეს კარგად დაგილაგოს ვიდრე შენი სათქმელი ეს შენი სათქმელია მაგრამ ეს ხომ არ არის მათემატიკა 2+2=4 და ეს არ არის რაღაცა მეცნიერება ახლა როგორ აღიქვამს ამას ადამიანი და რის საფუძველზე უდგები ამას რა თქმა უნდა ყველა ადამიანი სუსტია და ძლიერი როგორ უნდა იყოს მღვდელი როგორ შეიძლება ძლიერი იყოს ცოდვა დაცემული არის ამიტომ მღვდლის ინსტიტუტის არსებობა რატო არის ჩვენთან უნდა გაუქმდეს და აღსარებებს მღვდლებს კი არ უნდა ვაბარებდეთ ჩვენ აღსარებას იესო ქრისტეს ვეუბნებოდეთ და აღარც გვჭირდება აღსარება უკვე ყოველდღიური როცა ჩვენში კანონი სულიწმინდის სახით მოქმედებს ამას ეს თეოლოგიური მიდგომა არ ქონია არც ექნება მაგრამ ის რაც აწუხებს კერძოდ ადამიანი რო იცი შეაფარებს თავს სისუსტეებია ვერ ხო და ეგ არის მთავარი მღვდლობით ვერ გადარჩები მღვდელი არა შენ თვითონ გასაწმენდი ხარ და შენ ვის უნდა გაწმენ შენ თვითონ აღსარება სათქმელი გაქვს სხვის აღსარებას იბარებ აგი მაგიტომ არის აღსარება არა ლილის და ვიღაცეების აღსარება შენი აი ამან აღსარება ჩააბარა ღმერთს ეგ შენი საქმე არ არის და მე აღსარება რა არის ცოდვილი ბუნება აღიარე რომ შენ ცოდვილი ხარ და სულაც არ არის ცუდი ის რომ შენში გაჩნდა გრძნობა ქალისა ეს ღმერთმა მოგცა ეს კი არ არის ცოდვა რომ შენ გრძნობა გაგიჩნდა ქალისა ცოდვა ის არის გრძნობა რო გაქვს ქალისა და ამას უკრძალავს შენ თავს წადი და ცოლი მოიყვანე დალუცილო ეგ თქვა ღმერთმა და გამრავდი ეგ არა ხარ დასაჭურისებული დაბადებით ესე ხო ეს ხო ან შენ თვითონ უნდა დაისაჭურისო და აღარ არის საჭირო ეს რაღაც იმეები და ფანტაზიები და მღვდელი გახდე და თან ესეთი რაღაცა ლამაზი ქალთან რაღაცა იბარებ და ხან სახში მიდიხარ და თან კიდე ეჭვიანობ ვიღაც ბიჭზე და გადაირიეს სულთლად აი ამას აქვს ხაზი გასმული მაგ ფილმში საბოლოო ჯამში აქ უნდა გავაგრძელოთ რომ მივიდა გმირი იქამდე რომ თავისი ცოდვილი ბუნება წარმოაჩინა და პესიმიზმით იტმეტო აი აქ არის საჭირო ქრისტე აქ კიდე სხვა რეჟისორს უნდა გადაიღო რომ მეორე სერია რაღაც როგორ მოხდა ამაში გაქრისტიანება ხო ეს ხო ცუდად არის ძალიან ცუდად არის იდეებით მიდიოდა და რატომ არის ახლა ამას დავამშვიდებდი რა არის შენში ეს ცუდად ყურნა რა არ უნდა მოგეწონოს ლამაზი ქალი რა არის ამაში ცუდი მით უმეტეს სოფლის მეძავი ხომ არ იყო ისა ეს არ არის მაგალითად ის იმაში ნარგიზა იმ ფილმში რო არის ხო ნატრის ხეში და არც ოხროხინე არ არის ეს მღვდელი აქ უკვე დააკვირდა ერთგვარად გამოძახილია ნატრის ხის იმებისა ოხროხინე რო არის მღვდელი და ნარგიზა 8 თუნებს და შენი ესე რო იძახის აქ უფრო დადებითი მღვდელი არის ხედავთ ნატრის დადებითი მღვდელი კაი ტიპი არაფერს არ არღვევს მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანია ჩვეულებრივი გართობით სიცოცხლეს ცხოვრებას ვარი უთხრა და ილუზორული ფილმებით ტკბება ეს უფრო ტკბება ფილმებით ხალხისთვის კი არ არის ხალხის თანდასწრებით ესაც უყურებს ამ ფილმს და ფილმი წინ დააყენა ვიდრე მომაკვდავი კაცი იქით მიდის და ზაზიარებლად თუ რა თუ აგებდა ეს მოვალეობაც წკვერ შეასრულა რომ მომაკვდავ ადამიანს მიდი რაღაცა გაატანე რა უნდა გაატანოს თვითონ არაფერი არის ეს ქრისტეს არ იცნობს არ იცის ღმერთი რა არის ბიბლია საერთოდ არ იცის ინსტრუქციით გააგზავნეს რაღაცა რაც ასწავლეს ინსტრუქტორებმა გააგზავნეს ერთ სოფელში რომ მოსახლეობა სხვამ არ დაიპყროს თავისი წარმომადგენელი გააგზავნეს ორი თვე იქ ტაძარი უქმობს
ტაძარი სადაც ხალხს შეყრის იქა და კუკვებავს ამ სისულელეებით, რაღაცა ინსტრუქციებით და ყალბ ილუზიურ წარმოდგენას აძლევს მოსახლეობას. როგორც ეს იყო ყალბი მღვდელი, ამას ესეც მიხვდა რომ მოსახლეობაც სიყალბეშია. ამიტომ არის ტრაგიკული ეს ფილმი. მუსიკა სულ ტრაგიკულია, შავი ფერები დომინანტობს. სულ შავი არის. და ეს აწუხებდა თვით რეჟისორს. ესე იგი, რეჟისორი იძახის ესეთ რამეს ღმერთის წამს, მაგრამ ეკლესიური არ არის. ეს არის წინააღმდეგობა. ორმაგი სტანდარტი ესეც არის. თუ სტანდარტებზე ალაპარაკი და რა იულისხმება მანდ. აი რაც ქვია ღმერთი არის და შენ ამას არ იცნობ. ესე ნებისმიერი ადამიანი თან რა განსხვავება შენსა და ბუდისტს შორის, შენსა და ქვის თაყვანისმცემლის შორის. ღმერთი რომ არის, ეს იცის პრიმიტიულმა აბორიგენმა. გეტყვის რომ არის. მაგრამ მე ეს კი არ მაინტერესებს, იცნობ. ეხლა მოდის ესეთი კითხვა. რომ არის, იცნობ. თუ მეტყვის არა, რა იცი რო არის? გაგიბათილებს ათეისტი. რა იცი რომ არის? აი აქ სრულ უცოდინარობას წავაწყდით ჩვენ. ესე იგი კონიუნქტურული მღვდელია ჩვენ წინ. რაღაცა გაურკვეველი ვითარებით აღმოჩნდა აი ამ სივრცეში და წამოიღო ცხოვრების ტკაბობის ისა და ამის რეალიზაცია არ ხდება. ამოვიდა ეს ქალი სიცოცხლის სიმბოლოა, ცხოვრების სიმბოლოა, თან ქერათმიანი მიანიშნებს ძალიან ვიტალურობაზე. შემთხვევით კი არ არის, ხა ტვინით არის გადაღებული, იმიტომ ვთქვი. მე ეს ქალი თეთრი თმებით არის და თეთრიაცვია უფრო. შავ ფონზე ეს ქალი არის ცოტა ფერადოვანი. ცხოვრება ფერადოვანია. სიცოცხლე ფერადოვანია და შენ რატო დადიხარ შავით რატო ხვდები? რატო თუ შავი ხარ, რატო იყარებ იმ ფერადოვნებას? მისწრაფება რატომ აქვს ამ მღვდელს? სიცოცხლისაკენ, ცხოვრებისაკენ და რატო ეუნები ვარს ცხოვრებას და სიცოცხლეს? ქალი ამას წარმოადგენს ხელოვნებაში. ეს ხო დოკუმენტური არ არის. და საბოლოო ჯამში ეს მიგვიყვანს ადამიანთან, თითოეული ჩვენთაგანთან. თითოეული ჩვენთაგანი ვიტყუებით. ჩვენც ხო ვიტყუებით, ხო? თამაშობთ პატიოსნებას. ამ დროს ჩვენში სასიცოცხლო ცხოვრება ვიტალური ისენია პროცესები. რატო უნდა აღიკვეცო ბერად, როცა ცხოვრება გეუბნება ამას ღმერთი რომ ბერად აღიკვეცეო? რომელს უთხრეეგა? გამრავლდით ინაყოფიერეთო. მაშინ ედემის ბაღში აუკრძალავდა ამას და ეთყოდა იყავით შენ გამრავლდით და მათ ედემის ბაღში ეს არ შეასრულეს. მერე დაიწყო გამრავლება ცოდვა დაცემულმა ადამმა და ევამ ცოდვა დაცემულებს დაუდო საფუძველი და მას მერე სამყარო ცოდვილი ადამიანებით გამრავდა და როვერ მოაწესრიგეს ვერაფერი წარღვნაც მოულინა ღმერთმა. და შემდგომ ამისა მოგეხსენებათ გრძელდება რა ცოდვილი კაცობრიობის ისტორია. ეს დაუშვა ღმერთმა, იმიტომ რომ დაპირებული მესია უნდა გამოსულიყო, მაგრამ არა ცოდვილი ადამიანისაგან, არამედ გარკვეული შტოსაგან, რომელიც შტოც ღმერთთან ურთიერთობას ააგებდა და ასეთი ადამიანი აბრაამზე დავიდა, აბრაამიდან ისააკი, იაკობის ოჯახი, იაკობის ოჯახიდან იუდა, იუდან და დავითი იესო ქრისტე. ეს ხო ნახეთ როგორ არის აკინძული? ესე იგი სარწმუნო არის თუ არა იესო ქრისტე დედამიწაზე როგორც ღმერთი. ესე იგი რო ვიცახი რომ ღმერთი არის, აგერ ღმერთმა მითხრა რომ მე ვარ. ღმერთმა ისე მე როგორ მივაგნო მე. ფილოსოფიური ღმერთის წმენა ქრისტემდე მეც მქონდა. მაგრამ გაურკვეველი იყო ყველაფერი ჩემში და გაშინებდა. ამიტომ ეს ღმერთი არის საცოდავი არსება, ეს ქრისტეს არ იცნობს. ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი, რომელიც ღმერთს არ იცნობს და რაღაცა იდეებს აყვა, რაღაც და ტრაგიკული ეს პიროვნა. ასეთივე ტრაგიკულია ყველა ის ბერი, რომელიც დღეს საქართველოში ბერობის ინსტიტუტის დაექვემდება რა აიკრძალა ყველაფერი და ვინ იცის როგორ არიან. და ასე იტანჯებიან ისინი ფსიქიკურად. ცდუნება მოვა, თან ეს ცდუნება არ არის, ეს არის რეალობა. კაცს მოთხოვნილება აქვს ქალის, ქალს მოთხოვნილება აქვს კაცის და შვილების. ეს არ არის ცოდვა. ცოდვა არის ამის გამრუდებული ხასიათი. გამრუდებულად რო წავა ეს. ეს არანაირი ცოდვა არ არის ეს. ილია ჭავჭავაძემ ეს დააფიქსირა. რა მოთხარა ილია ჭავჭავაძემ განდეგილში? აი ცხოვრებაზე ვარის თქმა და სადაც გამოგვაბულში ჯდომა. მერე ხარ შენ ასეთი, გვაჩვენეს რომ ადამიანი არ არის ესეთი, შემოდის ისა და ისეც ვაიმე გადაერია რა ცდუნება მწყემსი ქალი რო შედეს. რატომ არის ცოდვა ის რომ მღვდელს უყვარდეს ქალი? ვინ გითხრა? ქრისტემ გითხრა რომ არ შეიყვაროთ ესა? აუ რისთვის გააჩინე ევა საცდუნებლად? გონიათ რომ ედემის ბაღში ევა იმიტომ გაჩნდა რომ ადამიანი ცდუნებინა? ესე როგორ შეიძლება გამოდის რომ ღმერთი ცდებს ატარებს ჩვენზე და არ შეიძლება იცი აბსოლუტურმა სიბრძნემ ცდები ატაროს შეზღუდულ არსებაზე. ეს დანაშაულია. თქვენ ცდას 2 წლის ბავშვზე ჩატარებთ, 3 წლის ბავშვზე, ყველაფერს პატიობთ. ყველაფერს რა. და არაფერს საცდუნებელს ბავშვს არ უკეთებთ, ხო? იმიტომ რომ სუსტია ჯერ. არც გამოცდებს უტარებთ, არაფერს. სისულელე სიტყვის მაინც გულში ჩავიხუტებთ. ასევე ბავშვები ვართ ჩვენ ღმერთის თვალში, მაგრამ როდემდე უნდა დავრჩეთ ესეთი ცდუნება? არ არის ქალის სიყვარული. არ არის ეს ცდუნება ცხოვრება გიყვარდეს, სიცოცხლე გიყვარდეს. არა, ვინ გითხრათ ეგ? ცდუნება არის ამ ქალს როგორ გამოიყენებს შენ.
სატანის მეშვეობით მოიხმარ როგორც ნებს შენი სექსუალური ჟენის დასაკმაყოფილებლად თუ მასთან შენ ცხოვრების სიყვარულში შეხვალ. აი უკვე ცდუნება ნახეთ რა არის მოვატყვე ხალი შემოვიყვანე გამოვიყენე მე გადავაგდე რასაც აკეთებს ასტროვსკის პიესაში პარატოვი ტვინი აურია საწყალ ელენეს თხოვდებოდა ან კარანდაშოვზე წიგნი თუ არა გაქვს წართხული პიესა ფილმი მაინც აქვს და ნანახი და იქიდან ჟესტოკი რამასი რო ქვია ის პარატოვი ნიკიტა მიხალკოვის გმირი ნახეთ რას აკეთებს ამბიცია აქვს რა როგორ ამ ვიღაცა კარანდაშოვმა ეს ხალი ამ ეს უნდა დაწვეს იცით რომ მე-19 საუკუნე არის და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიას და რელიგიური იმიდან განქორწინება რო არ შეიძლება და დაქორწინება და მანდ ეგ არის სწორედ ხო აი გააჩერე რომ მე ცოლი მყავს მორჩა და მე-19 მაშინ ჩემთან რატო არ მითხარი წინ და წინ იმეებს რო ეთქვათ რომ ეს ცოლიანი იყო ეს ხალი ხო არ გაყვებოდა იმას სიყვარული რომანტიზმი და არის თეთრი იმეებში არის და აქაც სიყალბეა ხო თეთრი აცვია ამ პარატოს და ეს კარანდაშოვის შური იძიარითი ხალი წაართვა გამოიყენა ერთჯერადად და გადააგდო და ტრაგიკულ მდგომარეობაში ჩავარდა ხალი აქაც სიმბოლო ცხოვრებისა რომანტიული ცხოვრება არ არის სწორი და ხალი კვდება რომანტიული ცხოვრება და უნდა დაიწყოს ახალი ცხოვრება ერთგვარად ასტროვსკი ერთგვარი წინასწარმეტყველია რომ ასეთი ცხოვრებით ჩვენ საზოგადოებას ვერ ავაშენებთ და გზა ეხსნება მარქსისტულ ცხოვრებას რეალიზმს მაგრამ ცოტა სხვანაირს სოციალისტური რეალიზმი ეს ხომ დოსტოევსკის თანამედროვეა ერთ 3 წელით ლითვან სიცოცხლა დოსტოევსკი 1821-ში თუ არის დაბადებული დოსტოევსკი 1823-ში ეს არის დაბადებული და 1891-ში დოსტოევსკი რო გადაიცვალა ეს 1886-ში გარდაიცვალა დოსტოევსკმა 60 წელი ცოცხლა ამან 63 და აი ფსიქოლოგიურ პიესაში ეს წარმოაჩინა პიესას ქვია უმზითვო ბესპრიდანიცა რომლის ეკრანული ვარიანტი ელდარ რიაზანოვმა კარგად გააშუქა რუსები კარგად თამაშობენ ძველი რუსული კოლორიტიც დაყვება ამას და კარგადაც თამაშობენ მსახიობები მთელი პლეიადა არის აი იმ ფილმში ჟესტოკი რომანსი რო უწოდა კაცრი რომანსი ჟესტოკი რომანს ალისა ფრენდლიხით და იმებით რო თამაშობენ აი ეს ძალიან კოლორიტული და ახაც ხო ჩადო რაღაცა კაი აზრი რით მოიხიბლა და რიაზანოვი რატომ აიღო მე-19 საუკუნე და რა იყო რა არის ასეთი იმიტომ ადამიანია ცხოვრება და ადამიანი კინოხელოვნებაში კიდე უნდა გაიხსნას იდეები სიმბოლოების მეშვეობით სიმბოლო რომელიც რეალობას მიანიშნებს და ეს ხალი ხო ძალიან რომანტიულია ესე აღერ არის კარანდაშოვი თვითონ გვარშიდაც კარანდაში კანცელარიის რაღაცა ჩინოვნიკი რომელიც ძალიან დამიწებული ცხოვრების ტიპია და ამას ეს არ მოწონს უფრო რომანტიზმს ეძებს და რომანტიული თავის გაგება ამ პარატოში დაინახა გაყვადა ამ რომანტიულმა გაგებამ იმ სხერპლა ისევე როგორც მადამ ბოვარი სხერპლავს თავის სოფხედულობას და გუსტავ ფლობერის ძახის მადამ ბოვარი ესმევარო თვითონ წერილმა გამარტა მადამ ბოვარი ესმევარ ვინ ცხოვრებას არ უნდა შევხედოთ რომანტიული თვალებით რეალიზმია ცხოვრება ღმერთი არ არის რომანტიკოსი არც ედემის ბაღში ადამი და ევა რომანტიკოსები არ იყვნენ ჩვენ გვაშორებს სატანა რეალიზმს და ქრისტიანობა არის სწორედ სამყაროს რეალური შემოსვლა ჩვენში ფანტაზია კი არა ქრისტიანობა არა ადამიანის წარმოსახვა რეალური ხალი უნდა გიყვარდეს და არა შენი სახეები და ხატები არ უნდა შეიტანო ამ უძლის პრობლემა ამ ჩვენი მამაოსი ქართული ფილმიდან ნახსარება ის არის რომ ეს ლილი დატვირთვა თავისი წარმოდგენებით თავისი ყველაფრით და საბოლოო ჯამში ეს ცხოვრებაზე შეყვარებული მღვდელია რომლის იდეის წარმომჩენი ფილმში ეს ხალი არის ლილი და სქელზე არ დავიყვანოთ ეს ხელოვნება არ არის ესეთი რომ დოკუმენტური მას წარმოაჩენდეს იდეებით აზროვნება კოდი არის და უნდა მოხდეს დეკოდირება მაყურებლის მიერ ესა რა თქმა უნდა მაყურებელს უფრო ითხოვს ფილმი განათლებულს და ინტელექტუალურს თუმცა ყველას თავისი ხედვა აქვს და ყველაფერი უნდა მივიღოთ იურიდიულად მიუდგეთ რამხელა შეცდომა დაუშვა და დაარღვია მან თვით მართლმადიდებელი ინსტრუქცია რა უფლება გაქვს სარგებლობ მობილურები ჩამწერებით და ჩამწერი იმებით მოვიდა ბავშვმა გითხრა არ შეამოწმე დაიჯერე ესა ხმახვარი და ამას იურიდიულად იკვლევ იურიდიული ნორმებით ეს მიუღებელია მღვდლისთვის შენ ეს საიდუმლო არ უნდა გასცე ამან გასცა ბიჭის საიდუმლო ქალთან ქალის საიდუმლო ქალი მოვიდა ეუბნება ამან იმას უთხრა დაიბარა შენ რა ღვთის სახური ხარ თუ რაღაცა მოსამართლე ხარ ქურდათ მოხვედი მან და რატო არჩევს საქმეებს ღვთის სახურმა საქმეები კი არ უნდა გაარჩიოს საქმეებს რო ისმევ არასწორს პიროვნება უნდა ღმერთთან მიიყვანო ღმერთი უნდა შეიყვანო ადამიანებში და არაფერი არ არის დასაწუნით რომ ახალგაზრდა ბიჭი ახალგაზრდა ქალთან ქრივთან და საერთოდ სიმბოლო ცხოვრებას რომელსაც წარმოადგენს ეს ქალი უნდა თავისი პარტნიორი ცხოვრება ახალგაზრდა ბერი კაცი აი შევაკართულდა და აღარ უცებ ხდელი რო გამოჩნდა
რაღაცა უნდა ხო გათხოვება რაღაც აბას რა ქნას ბოზობას ხო არ დაიწყებს ეს სოფლის მეძავი არ არის ოხროხინეს რო დააყვება ნარგიზასავით ის მეძავია გასაგებია და სუიცინის და ხარხარებს და ფეხებზე კიდია ყველაფერი ეს ლილი ესეთი არ არის ეს პატიოსანი არის გამიგე და როგორც კი ესეთი მისი ფარული სექსუალური რაღაცა გამომზეურდა ამ ღვდლის მეშვეობით ბიჭო გადაირია ხალი რა ეს ხომ არ ბოზობდა სუბლიმირებდა და არავითარი პედოფილი ეს არ ყოფილა ფსიქიკის ცოტა გაუყომართებული ის არის მაგრამ ეს ცოდვილი ბუნების ბრალია ეს კი არ უთხრა მღვდელმა რომ ეს ცოდვილის ბუნება და თვითონ ეს კაი რაღაცა ამიტომ უნდა გათხოვდე კაცი არის და შეიყვარო ამ ბავშვთა არავითარი პედოფილი ადგა და მიაწყება პედოფილი ხარ არც ის არის პედოფილია და ბიჭი კიდე დაკომპლექსებული არის და რაღაცა თავისებური სექსი მძლავრობს მოზარდში და გაურკვეველ მდგომარეობაში და დაწიხლულია და გაუბედურებულია ესე იგი ეთამაშება ხალი და არც ბოლომდე ახორციელებს ამას ეს სატანიზმია სუფთა და ამიტომ უფრო კასტრირებული არის ეს ბიჭი ამ კაცმა იმის მაგრად რომ ეს აუხსნას გააგებინოს და კალაპოჩი ჩააყენოს რომ ადამიანის სექსუალური არსებაც არის სწორი მიმართულებით წაიღოს ეს მუხრიც უკეთებს აკასტრირებს ქალსაც და კაცსაც ქალმა კიდე ნახეთ რა გააკეთა ეხლა მორალის გარეთ გატანა რაიცა ეს თუ ამან წაიღო დოკუმენტია ერიჰა ვის უნდა გახმაურდეს რომ შენ ჩათლახი და ყველაზე მაგარ მეძავსაც ნამუსი აქვს შერჩენის რო ადამიანია რა. ამიტომ მეძავს არასოდეს არ უნდა მივიდგეთ რომ ის მეძავია. უნდა მოეფეროთ. აი ღვთისმსახური აკეთებს ამას. ღვთისმსახურში, ქრისტიანში იშლება მეძავი, გაიხსენეთ იესო ქრისტე. გადააგდო მეძავი. ნახეთ იქ სადაც ქრისტე იყო, მეძავი აღარ ჩაქოლეს. ყველა მქვები დაყარა და გავიდა. ამან კი უთხრა, მეც არაფერს არ გაგიკითხავ. წადი და მის მერეს არ გააკეთო. მორჩა არ დაუწყია იცი ვისთან იყავი, როგორ იყავი, იმის ჩაწერა. ნახეთ როგორ აი გაუკვე რაღაცა პრობლემა ჩაეჭიდა საწყალი ზაზა ურუშაძე და ბოლომდე ვერ გააკეთა რა. განათლება არ ყოფნიდა. პრობლემაც ყურით მოთრეულია. ამას აწუხებდა ეს. ცხოვრება თუ უნდა ეს თუ აჩვენებ ხა, შენი ცხოვრება შენ ცხოვრობ, რა გინდა? რა გაწუხებს ახლა, რატო არ გწამს ღმერთი? საბოლოოში დავიყვანოთ იმაზე რომ ზაზა ურუშაძე გარდაცვლილი რეჟისორს აწუხებდა რა ცხოვრებაში არის ცხოვრების კაცი არის მაგრამ ეუბნებიან რომ ღმერთი არის მაგრამ ღმერთი რო აწვდის იმას მართლმადიდებლობაში ეკლესიურობას ეს ამას ეს ეკლესიური არ ვარ თქვა ინსტრუქცია არ მინდა მაგრამ ღმერთი არის აი ესე გახლეჩილი პიროვნება იყო ეს ვინში არ იყოს მხოლოდ იესო ქრისტე ვინ იცის მე იესო ქრისტე მანდ ასე რომ ზაზა ურუშაძეც ტრაგიკულად გარდაიცვალა ამაზრებით შეიძლება ღმერთი არის და ეკლესიური არა ვარ. გასაგებია რატო არა ხარ ეკლესიურობა გააიგივე შენ ამ რაღაც ტვირთან. ხო და მოკიდე ბიბლიას ხელი და წაიკითხე. ესე იგი მისი გმირიც არ იცნობს ბიბლიას, შესაბამისად ზაზა ურუშაძეს ბიბლია საერთოდ არ ქონა წაკითხული. არცად არ ჩანდა ეს. ასეთი ტრაგიკულია ადამიანი და აი იურიდიულად რომ მივდექით საკითხს ახლა სხვა კუთხით გადავი თეოლოგია გავწიოთ გვერდზე და აი ეს რასაც აკეთებს ახლა მართლა სწორედ აკეთებს ეს ხდელი. ეს ლაპარაკია როგორც ლაპარაკობს დიაკვანთან. აი რა არის და რა თევზაობა ეს რა სიმბოლოა ვითომ რა თევზი ქრისტეს სიმბოლოა სხვათა შორის წყალი კიდე არის წყალი იყო ცხოვრებისა და განახლების სიმბოლო არის არაფერი აი სიმბოლოებით ავაგებ ახლა ამას ყველა სიმბოლოს გავასიმბოლო იდეაში მოვაქცევი იმიტომ რომ ეს კინოხილოვნებაა ვერ მეტყვის რეჟისორი მე არასწორად ვიქცევი ვერ შემეკამათება შენ გადაიღე გვერდზე გაგი შენი აზრი თქვი კინოზე მე ჩემსაც ვიტყვი და გამსაჯოს მაყურებელმა და მსმენელმა ვინ რა როგორ მიჭეროს მე მაქვს უფლება რაც დავინახო ისე ავაგო და ჩემთვის სასარგებლო აი იდეა გადმოვიტანო ჩემთვის სასარგებლო უარგისი რაც არის გავწიო გვერდზე რა ამაზე წამეჩხებება რეჟისორი მე ხო არ ვაფასებ ფილმს ეს უარგისია ცუდია ორიანი დაგიწერო მე მინდა რაც გადაიღე რა სარგებელს მოიტანს ჩემში და რა არის ეს მოდელი გამწმენდელი რო ქვია თვითონ არის დაბინძურებული და ვის წმინდა შენ თვითონ ახარ გასაწმენდი და მე რატომ უნდა იყოს ცუდად ასე ბერად რო აღიკვეცე და რა არის შენთვის მიუღებელი ქალი რადგინდა ისეთი რელიგია რომელიც ქალს გიკრძალავს ღმერთმა რო გაჩქა ხო ღმერთის საჩქარია ქალი მე არც ერთ რელიგიაში არ შევალ რომელიც ამიგზალავს რომ ქალი არ გჭირდება ვინ გითხრე ეგ ჩემი სურვილია თუ მე არ მინდა სხვა არის მაგრამ სურვილი დამიტოვო და შენ ამიკრძალო ამას ვინ გაუძლებს მართლმადიდებლობა ამკრძალავი რელიგიაა ამიტომ არის შიზოფრენია მანდ ჩვენ კი არ უნდა აუკრძალოთ, გავაგებინოთ, გავიაზროთ, რაც კარგია, დაუდოთ და არჩევანი წინაშე დავაყენოთ. არჩევანს გააკეთოს ის. დაანებე რა თავი რა. ვიამღდელი ხარ, რა სოფლის მამასახლისში ჩამიყენეს, როგორც რაიკომის დევანი ადრე გაუშვებდნენ. ფაქტურად გადავიტანოთ კიდე სხვა სიმბოლოებში. ტაძარი როგორც რაიკომი, რაიკომი цаრიელია და ადგილი და რაიკომის დევანი თეოლოგიური წავიდა მღდელი. და ჯოგი დაძდებს ამას.
და ართობს კინო კლუბში კინოებით, ხან ჩარლი ჩაპლინზე, ხან იმაებზე და ამერიკული ფილმები. ამერიკული ფილმები ტყვებას მაყურებელს იტყვევს აკა და იმით რომ ხანდახან წირვაზე მოვიდეს. რატომ უნდა იქიდან გამოგზავნილი ცენტრი საპატრიარქო ეტყვის, კაცო, შენ მან დაძარს ამუშავებს, სანთლები უნდა იყიდონ. და მართლაც სანთლები შეტენა ხალხს. მესანთლე ქალი ყიდის ამ სანთლებს. აბა როგორ? საწყალს შეწუხებული აქვს გული ამ ტიპს რა. როგორი ახლა არ შეასრულებ ამას ყავი გაგძრება. თორე ისე რა აზრი აქვს ახლა მათ ტაძარში შეიკრიბები თუ კლუბში შეიკრიბები. სიმღერა იქ არ შეიძლებოდა? რა საკეთებენ იმ ტაძარში რო? რა ის წმინდა ადგილია? და უფრო მეტ დროს ის ხალხი კლუბში არ ატარებდნენ. ფილმები მიდის და გახარებულები მიდიან სახში და სთხოვს ერთგვარი ქრთამიერი რომ ეს რო გაჩვენეთ ახლა. მოდით ჩემთან წირვაზე. რათა მე ჩათვლა გავაკეთო ცენტრიდან. ესენი არაფერი არ არის ფილმში ნათქვამი. არაფერი. ჩემი აზროვნების დემონსტრირებაა ეს. სტიმულატორი ამ შემთხვევაში ფილმი შეიძლება იყოს. ნაწარმები გავაფართოვე მე, გავშალე და საბოლოო ჯამში ერთზე დავიყვან. ეს აღსარება ადამიანმა. აღსარება, რაც შენ სხვისას იბარებ. შენ ღმერთს აბარებ აღსარებას. ჩუმი აღსარება იყო მანდ უთქმელი ღმერთის წინაშე, რომელ ღმერთს ეს მღვდელი არ იცნობს. შეწუხდა რა. დიაკვანი უფრო რეალურია. თავის მოკლა განიცარახეო კაცო და რაღაც ესე რას ლაპარაკობო ცხოვრება არგიაო და აბა მითხარი ერთი რა როგორ ძალიან ნატურალური ძუძუები საერთოდ ქალი და ძუძუები ნაყოფიერების ციცოცხლის ცხოვრების სიმბოლოა და არ გავიგოთ პირდაპირ ძუძუები უხეშად ძუძუზე კი არ არის ლაპარაკი მანდ როცა ჩვენ ცოტა შეგნებულ მაყურებელი ვარ და კვალიფიცირებული ეს არის ადგილი ნაყოფიერების ხომ მკერდი ქალის ნაყოფიერების არის ნაყოფერზე ჩემს ბავშვს დედა და იმიტომ უთხრა ძუძუ მომხიბლავი ლამაზი და ნაყოფიერი ცხოვრება სიცოცხლე ლამაზია ნაყოფიერი არის თავის მოკვლავა ეს უთხრა დიაკვანმა დიაკვანი უფრო რეალურია ვიდრე ეს მღვდელი ეს რომანტიკოსია სახეზე არის რომანტიკოსი მღვდელი და ვერ გაუძლო რეალიზმს რომელი რეალიზმი ღმერთის მიერ არის შემოტანილი და აუცილებელია და საჩუქარია კაცისთვის ქალი ქალისთვის კაცი და თუ ამას წესიერად მოიხმართ კურთხეული იქნება ნებისმიერი და არა მამაძაღლობით, მაიმუნობით და პარადოვით გამოიყენო ქალი მოატყო, გამოყვეს და იხმარო, გადააგდო მე და უთხრა იცი რა, მე ახლა ბორკილები მაქვს ცოლი და გახვიდე გვერდზე. და კარანდაშოვი კიდე დაამცირო ამით რომ ქალი წაართვა. საშინელი ტრაგედია ხო? ფსიქოლოგიური კუთხით. ალექსანდრე ოსკოლსკის პიესა ბესპრედანიცა. ფილმი არის რა, ვინ როგორ აღიქვამს რა მასშტაბით ეს მასია დამოკიდებული და ერთმანეთს იმიტომ არის საჭირო მოსმენა საფილმზე ალაპარაკი საინტერესო ადამიანი თავისი ინტელექტუალური დონის გაცნობას აწარმოებს როცა ამაზე ლაპარაკობს და საინტერესოა და არა ის რომ იცი რა შენ არ იცი ეს მათემატიკა არ არის დაენახა ნახეთ მღვდლები ერთ ჩვენ დღეს ეს ხალხი გადაჭიკავს ამას მართლაც ესეა არ იცი რომ შენ არ იცი ვისთან ხარ შენ ჯერ ჯოგთანა გაქურთეთ ნახე შეკრა ყველამ პირი და მღვდლის ავტორიტეტი მომენტალურად წაიშალა და დაუჯერეს ლილის წინა ანდრია რა მოკლა გულით ესეც არა ჩანს ფილმში იმ ქალის ამსახურებაა ლიზა ანდრიაც ვეღარ გაუძლო ამას და გადაყარა ამ ქალის იმეებს ჩტუნება არის ამ ქალის სახით ლილის სახით ვინ როგორი მღვდელია ახლა ამ კაცმაც იგივე ტრაგედია განიცადა და სოფელი ღმერთის გარეშე დარჩა იმიტომ რომ სოფლის მისწრაფება არის სიმბოლო ლილი რომელიც აი ესეთია ეს უნდა ადამიანებს ცხოვრება უნდა სიცოცხლე უნდა და არა დაბლოკვა და აღსარებები მითხა და სასაცილო აღსარებები რა იყო ეს რა აღსარებები იყო ეს არის საუბარი არავითარი აღსარება არ არის ეგ არის საუბრები ღია ცის ქვეშ საზურგე სკამზე და აქ კაი ხედი არის ეს ტკბება ცხოვრებით და აი აქ უფრო იხსნება ადამიანი მზად არ ხარ წადი და სოფელი არის რაღაცა ჩაბარებული აი ცხვარი უმწყემსოთ არის მწყემსი თვითონ არის დებილი და ეს ფსევდომწყემსია და ერთგვარად აქ რელიგიის კრიტიკაც არის მხოლოდ ძალიან ფრთხილად მოეკიდა რეჟისორი რომ არ დასხმოდნენ მღვდლები და რისხვის იმაში არ მოექცია და ამასაც მოერიდა თორე ისე პრინციპში თუ კარგად დაუკვირდებით კრიტიკა არის მანდ რელიგიის მანდ გააკრიტიკა სუბუქ ფორმაში ტექნიკურად ეს ჩვენი საქმე ეს არ არის ცხოვრება გვინდა ხალხო და ესეთი რელიგია და ესეთი ღმერთი დაიწუნა რეჟისორმაც და ეკლესიურობა ნახე რა თქვა მე ეკლესიური არა ვარ მე არა ვარ რელიგიურიო მაგრამ ვაღიარებ ღმერთს როგორც იდეას ფილოსოფიას და იქითა ქვეყანა მისთვის მისაღები იყო წავიდა ჰუმანისტი მორწმუნე იქითა ქვეყანაში ქრისტეს მიღების გარეშე მისი ცოდვილი ბუნება არ ქონდა რწმენა რომ ღმერთმა გააკრა ჯვარზე და ცოდვილი შენისა იქ გავიდა ჯვარზე და შესაბამისად
რწმენით შენ ახალი ადამიანი ხარ და ახალი ადამიანი რწმენით ცხოვრებაში ცხოვრობს, იღებს სილამაზეს, ტკბება თავისი ინტელექტუალური მონაცემებით, თავისი მორალური სწორი მეებით და არაფერს ცუც არ აშავებს იგი. ცოლიც უნდა ყავდეს თუ საჭიროა მის და შვილიც. არ გინდა? მოკლედ, ჯოჯოხეთში არ წახვალ იმის გამო რომ შვილები არ აყავს. ეგ ხაპარია ხალხო. პირადულ გადარჩენაზეა ლაპარაკი. აქ კიდე რელიგია გვთავაზობს ასკეტის, აკრძალვას, თითქოს წმინდანებით გაიუსოს საქართველოს. ჩვენი ქართველი ბიჭები ბერება დაახკვეცეს, საწყლებს დაადებინეს. ეს სუფთა დანაშაულია რაც საქართველოში ხდება და ჩვენ გოგონებს თურქები მიათრევენ და ირანელები და თხოვდებიან სხვას. ეს დანაშაულია ხალხო. რადგან ჩვენ ესეთი რელიგია, ამიტომ იძახი მართლმადიდებლობა ქვეყანას ქართველენოვან მოსახლეობას გაანადგურებს. ალბათ ესეც აწუხებდა ამას და ერთ-ერთი ეს იყო რა არის კაცო ბიჭები წავიდნენ 20 წლის ბიჭები ბერებად აღთქმა დადეს და ქალი აღარ უნდა მოიყვანონ მას ჩვენ ქალებს რას უპირებთ მითხარით თურქები წაიყვანენ მაგას ირანელები გაბოზდებიან რაც ხდება და ჩვენ ვილოცოთ ჩვენი გაბოზებული ქალების სალოცავად წავიდნენ ეს ბერები ამიტომ ეს გასაუქმებელია და ღმერთი ამას აუცილებლად გააუქმებს თავისი ამოცანა აქვს გაუხდება ხა ხომ არ გონებთ თუ ესე იქნება კაცო დაექცევათ ქვეყანა თავზე ხომ იხდებიან და ზოგი როგორი ტანჯება ვინც გულწრფელია ისი ტანჯება ვინც არა გულწრფელია წამოვა რა ერთი თითქოს იყოს მაფია იცი არ შეგიძლია წამოხვიდე იქიდან არ არის ეგ შენი საქმე გადი კუტა ვიგითრი ადაიჯები გამოდი ოჯახის შექმენი თუ შეგიძლია ჩაები საზოგადოებრივ საქმიანობაში იმუშავე რითაც შეგიძლია მტვირთავი იყავი ეს უფრო მისაღებია ვიდრე რაღაცა შენაკეთებ და იტანჯები არა გულწრფელი ხარ და ესეც იქნება ცოდვილი ადამიანი შეიძლება ცოდვილი ბუნებით მღვდელი გავხდე ეგ არ გამორიცხეთ და თუ გამოსყიდული ვარ მაშინ შეიძლება მღვდელი ვიყო არა მაშინ რა უნდა ვიყო ევანგელისტი მასწავლებელი ამისას სუფთად სადად ცხოვრების მოყვარული და ბიბლიის სახელმძღვანელო გადაეცი ვიღაცას ხოლოდ ეს კარგად უნდა იცოდე მორჩა გავამარტივე ყველაფერი რა ეკლესიურობა რის რაღაცა ბღავი არების რა კარუკი ამ ხრივ მართლმადიდებლობა უფრო წინ წამოწია მან ლიბერალური კრახი განიცადა ლიბერალურმა მიდგომა მართლმადიდებლობაში და იცით რომ ეს ორი ნაკადი უტევს დღეს საქართველოში მართლმადიდებლობას ორთოდოქსიული ძალიან კონსერვატორული და ლიბერალური თავის კიკინებით იმეებით აი ეს სიამოვნებოდათ ისაკაძეს ნაირნულებს სუპატაშვილები გიგნაძე ამან გაკრიტიკებული დესეპტივები ძალიან ისეთი იმაზე როდგანან რა კოჟოჟა მართლმადიდებლები ლიბერალიზმა ეგ კრახი განიცადა ლიბერალურმა სამღვდელოებამ ლიბერალურმა მართლმადიდებლობამ ამ ფილმში კრახი განიცადა და გაუმარჯოს ისევ კონსერვატორიზმს აი ესე მოთხოვნას სინკაცრეს აი შეშინება ჯოჯოხეთით და არავითარი რაღაცა ფილმებითა და იმეებით მოტყუება ხო ამერიკული რაღაცეებით ამ ხრივ რა თქმა უნდა მართლმადიდებლებს ეს სიამოვნებოდათ ეგა და არცად არ შემხვედრია მართლმადიდებლების თქვა კრიტიკა ამ ფილმზე ხო ან რაღაცა ტყავი გააზრონ და ამ დაგვარი არავითარ შემთხვევაში აბა აი ეს არის ნახეთ რა არის მაინც რომ კონიუნქტურულად აზროვნებ მაგიტომ თქვა კონიუნქტურული იმას ემსახურება ესა და რაღაცა ღმერთი არა წამს აჯდა მე ძიმე კაცთან და ბიჭო ეს ამით შენ რა გააკეთე ქართულ სინამდვილეში რეჟისორმა და ხელოვანმა უნდა დააფიქსიროს საზოგადოებაში ნეგატიური მოვლენები და ეს დაგვანახოს და არა გაამართლო ყიამყრალი მართლმადიდებლობა ეს არ არის სწორი იცი აქ კიდე პირდაპირ ამაგრებ მართლმადიდებლობას ისე როგორც რუსუდანი და აი ეს ვიღაცეები იქ პროტესტანტი ბაპტისტები მართლმადიდებლობას უფრო აძლიერებენ თავიანთი უნიათობითა და თავიანთი სისულელეებით და მთელი მოსახლეობა ამათ აგინებს და სექტა და თელი ხალი პასტორი დანიშნეს და არც ქრისტე უყვარს არც არაფერი იყოს ხალი მაგრამ ქრისტე მაინც იმასაკენი ხო პასტორი რუსუდანი და იქ ადრე რო კმარელები იყვნენ თუ რაღაცეები ნახე მე გადავირიე კინაღამ ხალხის კომენტარები სუდეთის გინება არის რა დასახოცია ეს ბაპტისტები და ნახეთ რას აკეთებენ და რამდენჯერ გითხარით რომ საპატრიარქომ სწორედ რეგისტრაციაში გაატარა ისეთი პროტესტანტები რომლებიც მართლმადიდებლობის ამის ფონზე მართლმადიდებლობას უფრო გააძლიერებს გარკვეულ დრომდე და აძლიერებს და ვერც ერთი პროტესტანტი საქართველოში ვერ დაიტრაბახებს რომ მოსახლეობა გამოაფხიზლა რეფორმაციას მიიყვანა და ნელ-ნელა გამოსტაცა ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიას როგორც თავის დროზე გერმანიაში და მასში მოხდა ხალხი და გადაიყვანა სწორ რელსებზე რითაც საზოგადოებას ხელი შეუწყო უფრო ჯანსაღი პოლიტიკური ეკონომიკური ქვეყანა შეგვექმნა ესე იგი ყველა მხრიდან მოუვარეთ რა პოლიტიკაშია და გადახედეთ რა ხდება ნუ აი ბრძოლა ძალაუფლებისათვის არავინ არავის არ ინდობს და აქ დიდი როლი აქვს გადამწყვეტი როლი აქვს სამღვდელოებას ცეკას დონეზე რო არის ცენტრალური კომიტეტი
შავი რაზმის ცენტრალური კომიტეტი და მისი პრეზიდენტი შიოლაშვილი, რომელიც აბერდა ყანყალებს და შემცვლელი ერთი სული აქვს ვინ დაიკავებს ადგილს. ყველას აქვს სურვილი მაგის. და იჭრიჭინოს კარხანს. აგერ შიოლაშვილმა იჭრიჭინა 40 წელზე მეტი. ჭრიჭინოს, არაფერი ამას პრობლემა არ ქონია. და ძველი კადრებიც ხელახლა რომ ამოვიღოთ ჩვენ, უნდა ნახოთ თავის თავს რას უწოდებს დააკვირდით. მე როგორც საქართველოს სულიერი მამა. ვინ გითხრა ჩვენ სულიერი მამა ხარ? თავის თავს უწოდა ეს, ხო, ესე 1992 წლის თებერვალში რომ ამოვიდა ეგა და დააჩოქა ხალხი შევარდნაძესთან. მე როგორც სულიერი მამა და ეშვილები. ვინ მოგცა ამის უფლება? ქურუმი ხარ? ეს ხო არა ქრისტიანულია. და გახსოვთ თავად როგორ გააправა ჯაბა იოსელიანი, გააправა შევარდნაძე, მოაკვლევინა გამსახურდია ტყეში და თავის-თავი გადახაზა. ყველა აკურთხა, გადააკურთხა. აი ამ დღეში ვარ ჩვენ. აგვეხილება თვალი? იცოცხლით კაირანია რა. თუ ჩვენ არ გვეშველა, თითოეული ჩვენთაგანი ჩვენზეა დამოკიდებული. და რა გიპნოზია ასე გაკეთებული, როგორ ვართ ესე დაგიპნოტიზირებული, რა შიშებია ასეთი და ესე აღწევენ თავს ურუშაძესნაირად როგორ იცი თან აკრიტიკებს, ვერც აკრიტიკებს და ამ დროს კრიტიკის მაგვრად პირიქით. ნახე, გაუკრიტიკებია ის ლიბერალური განწყობა მართლმადიდებლობაში. და თორმე ესე ჯობია კოჟეჟა ტიპები. გააკრიტიკა ახალგაზრდა მღვდლები, მაგაში ეგრეა. უნდა იყოს ბერახჭოა ხალხი და ბერახჭოა ვერ ცდუნდება, აღარაფერი შნუ არა აქ არაფერი და აღარც ხალი უნდა, აღარც არავინ აღარ უნდა. ეს რა არის ამიხსენეთ. დიდი ფილმის ღირებულებაზე ახლა არც ვილაპარაკებ, არაფერი ისეთი არის, ტვინით გადაღებულია, ხატული ესთეტიკური ღირებულება ნოლზეა დაყვანილი და საერთოდ არც არავინ არ უყურებს და თვით საქართველოსშიც ბევრი ვერ გაუძლებს ამას. მოკლედ ფილმი რომელზეც ფული დაიხარჯა და ვერაფერი ვერ მოიგო. რეჟისორიც ალბათ სულ დღეში იქნებოდა. რო გადაგახარჯე შრომა შენი ნაყოფი ვერ გაყიდე. ეს არსად არ გაიყიდება ეს ფილმი, გარდა ჩაჩვენებელი რაღაცა ვიწრო წრეში, ეს ფართო მასშტაბურობა ამას არ იყიდეს და არც წეწვაგლეჯვა იქნება სოფლიოს ეკრანებზე ამ ფილმისა. Αλλά რაც შეეხება კიდე გადაღების ტექნიკას, აი სრულიად ყალბი არის ლაპარაკები, ვერ ისწავლა მსახიობებმა ბუნებრივი ლაპარაკი. მაუცებს ქართულ ენას დავაბრალოთ ხალხნოიგა. დაზეპირებული ტექსტებით ლაპარაკობდნენ. და როცა პარალელზე რუსულ ფილმებზე გადავდივართ და არა ლაპარაკი სხვა ფილმებზე, ბიჭო ბავშვიც რა ბუნებრივია გაგიჟდებით რა 2-3 წლის ბავშვი ლაპარაკობს ეს ჩაყლაპავ რა. არაფერი შთაბეჭდილებას არ გიტონებს ეს ტექსტი დაზეპირებული აქვს. ძალიან ბუნებრივი. აი თითქოს ფილმი კი არა ესწრები რა. ნებისმიერი აიღეთ და ნახეთ, აი ნებისმიერ სადაც ბავშვი თამაშობს. და არაფერს აღარ ვიცახე, როგორი ბუნებრივი არის ყველა რუსის ლაპარაკი. როგორი ბუნებრივია. რა გუჭირს ქართველებს, აი კიდევ და კიდევ ვიტყვი, აი ამ ფილმშიც ეს რა ხელოვნურია ლაპარაკი ამ ხუთლის. რატო ამას გადაღებ ნებისმიერი გადავიღეთ ნებისმიერი ვითამაშებთ ამას რა. ხომ უნდა ვთქვა რომ ეს აკეთებ ისეთ რამეს რაც მე ვერ გავაკეთე. რა იყო ახლა ლილის ან ლაპარაკი რა იყო? ან მღვდელი რა არის, რა დიალოგები მანდარი და რატომ ესე ყალბად? არ შეიძლება ბუნებრივი იყოს საუბარში. ძალიან ღარიბი სცენარი იყო, დიალოგებით რაღაცა უაზრო. ტიპაჟები შეგნებულად გააკეთა? რა ჰიჩკოკი ჭყავს? ხო, სხვათა შორის იმ ფილმში ჰიჩკოკსაც უშვებს, ხომ? უჟასები და ის რო არის ამერიკულ სივრცეში გერმანული წარმოშობის, ხომ? ბრელი არის მისი ძირები. ეს ფილმიც აჩვენა ხალხს იქა. და ეს რა არის, რა მღვდელი შენახარ ახლა, რომელი ისაკაძე ამას გააკეთებს? ისაკაძემ ხო თქვა ყოჩაღა რა, შენახე, ბატონო, ლიბერალიზმი. ესენი კონსერვატორული ბრთა ხო არის მართლმადიდებლობა რო ებრძვის ლიბერალურ ბრთას კიკინებიან მგლებს მანდა და რამოდენიმე დაჯგუფებას იქა პეტრეცავებს და ხო გააგდეს ეს პეტრეცა. ეგეც ხო ლიბერალური გადახრით არის რაღაცა ლაპარაკი ესე და კაი მამაო და კიკინები და ჩემი მამაო ესეთია. არა, ნამდვილი იდეა მართლმადიდებლობის არის ის როგორც აი ყიამყრალური რო არის რა, აი აბანჯგრული შენი რო არიანი იქა იაკობი და აი ეს არის ეს. და ლიბერალიზმს ეჭიდავება. საბოლოო ჯამში ლიბერალიზმი მაინც გაიმარჯვებს, თუ მართლმადიდებლობა დარჩება მათ, ლიბერალიზმი გამარჯვება სახეზე, იმიტომ რომ ეს ეწერება ზოგად გლობალურ სისტემაში. ამ რელიგიით უნდა შეხვიდე. ორთოდოქსიით ვერ შეხვალ, როგორც მუსულმანები სალამ არ გადავლენ ლიბერალურზე, არ მიიღებენ, გამორიცხულია. და ხო არ იღებენ. ამიტომ მიდის მუშაობაში მუსულმანურ ქვეყნებში ლიბერალიზმისაკენ, მუსულმანური ლიბერალიზაციისაკენ მიდის და მართლაც აღწევენ ამას. გადმოყარეს ხალხი აქეთ და აქაც დასავლეთში უკვე ლიბერალი მუსულმანები არიან. კონსტიტუციის ამღიარებელები და ვერ გაახურებენ ვერ. აქ არავინ არ ააფეთქებს არაფერს, იშვიათი გამონაკლისის გარდა და დაიგმობა ისე მუსულმანების მიმართ. ასევე მოხდება მართლმადიდებლობაში ლიბერალური ბრთა, ხო არის გაჩენილი. და ამ ფილმმა სწორედ ეგ გააკრიტიკა და ეს არ იყო კარგი. ეს მაინც გაემართლებინა. რო სწორია და ხალხი, მაგრამ მღვდლების რისხვას დაიტეხავ თავზე და ტყავს გააძრობდნენ, სუდედას აგინებდნენ. და მთელი ხალხს აიყოლიებდნენ და ამას
გადაულიდნენ. ჯერ ისედაც კიდე საინტერესოა საპატრიარქომ მიიღო ეს ფილმი, ესეც საინტერესოა. რამე პრობლემები არ შეექმნა ისეთი რა ფსიქოლოგიური ამ კაცს. აბა გულით გარდაიცვალა და ვერ გაუძლო სისულელებს რაც მათ ხდება, ხო? რაღაცა იდეა ქონდა, ვერ გავშალა, ვერ წარმოაშია, ჭყლიტა ტვინი რა. ტვინით რაციონალურად მიუდგა. გულწრფელად, მიდი რა გულწრფელი იყავი, რეჟისორი ხარ, მსახიობი ხარ. გულწრფელად ილაპარაკ. და რა გატყლარჭული იყო ლაპარაკი, რა ხელოვნური, აი დახვეწილი ყური ამას იმ წუთში მიიღებს. რატო ეშინია ადამიანს ბუნებრივი ლაპარაკის? რატო ვეძებთ სიტყვებს, რატო ვართ აი რაღაცნაირად ტექსტი დაზეპირებული, რატო ვლაპარაკობთ სხვისი ტექსტებით? ვილაპარაკოთ ჩვენეულად, უფრო კარგია, უფრო ღმერთს ბუნებრივობა უნდა ჩვენი. გვეშინია საზოგადოების. უნდა მოვაჩვენოთ ჩვენ რომ უკეთესები ვართ, კარგები ვართ, აი მაგრები ვართ. და ამიტომ ფილმი აგებს. ხო, ხელოვნურობის ბეჭედი მაღალ დონეზე ქონდა. უნდა დამაჯერო მე შენ. საუბარი მაინც არ მართო ისე, არა ტექსტი შენ გაითავისე. შენა თქვი რა. და ამ მღვდლის გაუბედურებული მღვდლის წარმოჩენა ახლა რა ახსარებაა ეგ რომ ვისაბარებ ახსარებას. ვისაბარებთ ახსარებას. რა შენიშნავს ახსარება? ახსარება, მონანიება, რას ნიშნავს ეგ არის? ეს ბოლომდე გაუგებარი არის. ასე რომ ჯერჯერობით მაინც რჩება კონსერვატორული ის იმარჯვებს საქართველოში ეს გაგება და გადავადებული იქნება საქართველოს შესვლა ინტეგრაცია ევროპა იმაში და შესაბამისად ეკონომიკური პრობლემების წინაშე მოსახლეობა დადგება უახლოეს 2-3 წელიწადში ძალიან ძლიერში. თორე არ შეიძლება რა ესე იზოლაცია რა. ეს რელიგია თვით იზოლაციაში ამყოფებს მოსახლეობას. და ლიბერალიზმი ხა ქრისტიანობა ესე არ გახდება სახელმწიფო დონეზე და ლიბერალიზმით მიგვიღებს დასავლეთი. ლიბერალური იმეებით ახლა და რო აშინებ ხალხს მიგვიღებს და რაღაც ინტეგრაცია სადღაც შევალთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ესეთი ვიქნებით. ან ესე შევატრიალებ. ჩვენ ამ კონსერვატორულობით არ ვიღებთ დასავლეთს. ჩვენ არ ვიღებთ დასავლეთს. მართლაც ხო აგინებენ. და ლიბერალური თუ გახდება საზოგადოება დასავლეთს მივიღებთ. ისინი კი არ ვიღებენ, ჩვენ არ ვიღებთ. ჩვენი კონსერვატორული მიდგომით. ჯობია ქრისტიანი ვიყოთ ყველა, მაგრამ ეს რაღაცა იმდენად ისაჩანს უტოპიური მანდა რომ ბიჭო, ცხოვრების მოწყობისაზე ლიბერალი მაინც გახდე შედალოცვილო. არა, რას ლაპარაკობ? ეს იმართება, დაამპალი ევროპა, სულ ყველა გათახსირებული ევროპაში, საქართველოშიც გათახსირებულია ჰომოსექსუალები. ეს არის დაკვეთა და ვერ გადაახტებით ამას. იჭიჭყინეთ რამდენი წგინდათ. გამორიცხულია რა. ამიტომ ეს განწერულია ეს საქართველო. ეკონომიკურად, პოლიტიკურად ყველანაირად. ეს არ შეიძლება ზოგადად მოსახლეობას მოვახვიოთ კონსერვატორული რელიგიური გაგება, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა არის იზოლირებული. ჩვენთან საქმეს არავინ არ დაიჭერს. ჩვენ არ ვიჭერთ საქმეს, ვაგინებთ ევროპას. სადაც წავალთ იქ ვაგინებთ. იქიდან სამშობლოს სიყვარულს ვამტკიცებთ. ეს კი ძირგამომთხრელი სამუშაოს ეწევა ქართველი ძინა. აი გენოციდია რა. აი რატომ არის მავნებელი ეს რელიგია. ეს ყველაზე მავნებელი რელიგია ქართველი ერისთვის და არა ქართველი მანდ ცხოვრობს. თუ ამას კიდე კარგად გავიაზრებთ, თითოეულ ჩვენთანაც ხო გვეშველება და გვეშველა კიდევაც ხო ჩვენ თითოეულ ჩვენთანგანი გავემიჯნეთ ამას და ეს საღ პოზიციებზე დავიჭირეთ და გაიხარეთ, გაილაღეთ კაცო. აი ამ ყიამყრალობას გეუნებით ყველაფერი ჯობია, ჰუმანისტობაც და ყველაფერი რა. ჯობია ქრისტიანი გახდეთ, მაგრამ ეს თქვენი არჩევანია, თუ არა და აი ამაში ჩარჩენას მე არავის არ ურჩევ. აი ესეთი რაღაცა რა არის გახსნილების ის არის რა ეს კერა. გინდა არ გინდა ესე ჩანს. და შენი ღბულია შეფუთულია ვითომ მაგარი ტიპები არიან და გახსნეს ეს მონასტრები, მონაზვნები, მთელი ერია გაუბედურეს. კარგია თუ ამას დიდი დოზით მივხვდებით და ინტუიციით რომ მივხვდებით, რაციონალურად უნდა ჩამოვასხათ, რამე თუ გავცეთ პასუხი კითხვების დამსმას, თუ რატომ არის ეს მავნებელი. აი რატომ არის ეს ცუდი ერთმა კითხვა რო დამისვა. რატომ არის და ქართველი ერთს გაწყვიტავს ეს რელიგია. მანამდეც ხო გაწყვიტა. ლიკვიდირებული იყო სამეფო, ბაგრატიონების ხო? ეს ამის დამსახურება ხო არ გონესხვისი. და კომუნისტების დროს არ აქტიურობდა, თორე ჩვენ დიდი ხანია გადაშენებულები ვიქნებოდით. არ იყო ამის საჭიროება. ახლა კი კომუნისტური კოლაფსის შედეგად ისევ აღურძინეს ესა და რა მაგარი დარტყმა ქართველენოვანმა ხალხმა მიიღო. მაგარი დარტყმა ყველა ასპექტით. ტერიტორიების დანაწილებით, ერის გადაშენებით, გაქცევით, დაქცევით, ოჯახების მიგრე-მოგრევით, სუიციდებით. რავი, სუიციდით არც აზერბაიჯანელი მომკვდარე, მან და არც სომეხი დიდი სულ ქართველები იხოცებიან, ქართველენოვანი. აბატონო რელიგიის მეტი რა ვქნა ახლა მეტი ვერ გააგებინებ ახლა რეგვენს ვერაფერს იტყვიან რა აშაშია ბიჭო ნაყოფით იცანით ხე ვიცნოთ ნაყოფი არა კარგი ამ რელიგიას არა განსაკუთრებით ქართველი ერისთვის განსაკუთრებით ეს საშუალებას არ წარმოადგენს აზერბაიჯანელმა
მოსახლეობისათვის, არ წარმოადგენს სომხური მოსახლეობისათვის, ეს საშიშროება არის ქართველენოვანი მოსახლეობისათვის. და სახეზე ეგ. და ლიბერალიზმი კიდე ხლა ლიბერალიზმი კი უნდა რა მაშინ ისე გადაიღე შედალოცილო და ლიბერალურმა ხალხი მოაქცია ამ ფილმები თელი ამბავი. მაი დედას უტირებდნენ რეჟისორს. აბშე არ გაუშვებდნენ. ლიბერალიზმის კრახი, მართლმადიდებლური ლიბერალიზმის კრახია. ხოდა ეს იმას ნიშნავს, გავაგზავნებ საქართველოს კრახის მაუწყებელიც არის. ამ ყიამყარალი კონსერვატორული ნაციონალური რელიგიის გადამყიდე. ჩვენ აღარ ვიქნებით 30-50 წლის მერე. გაიქცევა მანდ და ხალხი, გაიქცევა, მიდის. და მან სხვა შემოდის. ასე თორე განაგავქრებით. გავითქვიფებით სხვა ერში, წავალთ, ზოგი იქ წავა, წლობი. აი წლობით არის ხალხი გადაპანწალებული. 20-30 წელი მეტი კი არ ცხოვრობს ადამიანი. აბატონო ჩვენ ვართ წამოსულები. აქ დაიბადა ბავშვები. აქ იზრდებიან, აქ ყალიბდებიან. და იმად მართლმადიდებლობა იყოს და აქედან უგვიყვარდეს ახლა სამშობლო. სისულელია, მე არ მაწუხებს ეგა, მე არა ვარ მიბული მაგ იდეებთან. ჩემთვის სამშობლო არ არის ერთი კონკრეტული ადგილი და იმაზე შენივთებული ვიყო. ჩემი სამშობლო სხვაგან არის, ღმერთმა მითხრა, აქ კიდე დროებით თავარ საცხოვრებლად. სადაც მინდა იქ ვიცხოვრებ. ეს ჩემზეა დამოკიდებული. მხოლოდ უნდა იყო რწმენის შესატყვისად. ისე იყანყალი რამდენიც გინდა. ახლა თუ იქნება მანდ რაღაცა რა ჯობია. რაც წამოვედი მაგრა დაუბნელებიათ რა საქართველო რა. ცნობიერება დააბნელეს. ხო, წამოვედი ეკონომიკა იყო დაბნელებული, ჩაქოხილი და ეხლა ცნობიერება არის მაგარი დაბნელებული რა. ყველა შეათრიეს მანდა და როგორ მიდის, იცი? და აფინანსება მიდის დაბნელებისკენ. ეგ ცუდად დამთავრდება ხალხო, ძალიან ცუდად. ვერ გაიმართება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება, ვერც ეკონომიკური ინვესტიციებს მანდ არავინ არ ჩადებს. არა კაცო, სადაც ყიამყრალი რელიგია ინვესტიციას ჩადებთ იქ თქვენა. ვერ მოხერხდა მაგის ლიბერალური იმაზე გადასვლა. ხო აპირებდნენ წავიდნენ ვაშინგტონში, აუ რა დაესხნენ თავზე. მართლმადიდებლობას ართმობენ. ეს ნამდვილია, მაგრამ გაჩნდა ფრთა ლიბერალური. რაღაც დათმობებზე წასვლა, ევროპასთან სხვანაირი ურთიერთობა. ხალხთანაც ცოტა ესეც არის. ამერიკული ფილმებიც ვნახოთ ის ვნახოთ. ეგ არის ლიბერალიზმი. მართლმადიდებლობა იმ თავითვე არაქრისტიანულია, გინდა კონსერვატორული იყოს, გინდა ლიბერალური. მაგრამ წუთი სოფლის აშენებისთვის ლიბერალური ფრთაჯობია მანდ. წუთი სოფელში და ცხოვრობთ. ეს გახსნის გზას და ანტაგონიზმი მაინც არის ინვესტიციები წავა. ხოლმე ლიბერალურიც ესეთი ისა რა, ჰუმანური ფორმა. თორე რო აშენებია ჯოჯოხეთით ხალხს და ეს არ არის სწორი რა. მერე ლიბერალური ფრთა არ აღიარებს მანდამაინც ჩვენ ვართ მაგრები და ქართველობა და ისტორიზმი. გადაფასებას იხდენს ლიბერალური ფრთა საქართველოს ისტორიის გაბლაშტურ რაღაცებს აკრიტიკებს. ესენი არა, ესენი აკერპებენ სიწმინდეები. ნელ-ნელა შეიძლება ლიბერალურის თუ გაგრძელდა, შეიძლება შევიდეთ უფრო გამოღვიძების ხანაში. ეს სურვილია ჩემი. ჯერჯერობით ვერ ხედავთ ამას. მცდელობა იყო, მაგრამ ჩაკლეს. შესაბამისად გარანტია არის, რომ მოსახლეობას ისევ გაჭირვება გაუგრძელდება. დიდი მკითხაობა არ უნდა ამას. თუ რატომ ვართ ამ დღეში? ვერ ჩავერთეთ რა, არ ვიღებთ ამ ევროპა ამერიკას და არაფერს არ ვიღებთ. მოდის მთავრობა მაგ იმით არ ვიღებთ. მოსახლეობა არ იღებს ამას. და მოსახლეობას ქოქავს კონსერვატორული მართლმადიდებლური ფრთა, რომელიც აშინებს, რომ ქართველობას წაგართმევენ ესენი. ეს გათახსირებული სააკაშვილები ისენი აქვს, ბიჭო, გაგიჟდებით რა. სულ ამ იმაში გადაიტანეს კონტექსტში. ესენი გვყვნიან ჩვენ თურმე. რანაირად გვყვნიან თუ ქრისტიანი ხარ შეიძლება ვინმე გაყვნათ, არ გადამრიოთ რა ზეწოლას არ მომოახდინოს 1000-მა კაცმა. მე პირადად ვერ გაყვნეს, იმიტომ რომ ჩემი ნების გარეშე ეს არ მოხდება. და ნუ მაშინებს სხვა გარყვნეს. თუ გამკოჭეთ ძალით და რაღაცა და ნემსი გამიკეთეთ რაღაცა გამათახსეთ, ეგ სხვა არის, ეს იძულებაა უკვე. ჩემი ნებით. მინდა გავიყვნები, მინდა არა. რატო აბრალებთ ამერიკელებს? სადაც არ უნდა ჩამსვათ, მე ახლა ვიღაცა გაიძველ, ძალა არ იხმარონ. ვარიანტი არ არის, არ შემაცდენენ. რანაირად ჩემზე არ არის დამოკიდებული. მინდა ავარჩევ, მინდა, ამიტომ მე რო ავიღებ ამას, სხვას კი არ დავაბრალებ. ой, შენ გამყვენი. კი, მაგრამ შენ არჩევანი ხო ქონდა. ესე იგი გინდა ეს. და როგორ აშინებენ მართლმადიდებელი? გაირყვნებით, გარყვნილი ევროპა, გათახსირებული და ჯოგი იმეორებს ამას. ჩვენ მართლმადიდებლობას გვართმევენ, ჩვენ სიწმინდეებს გვართმევენ. მე შემოგიხდა სახში, ვინ ჩამოგიხსნა ხატები კაცო. რა, დაპროგრამებული ლაპარაკიც გულის ამრევია რა. რა არის ჩვენი რელიგიურობას რა აზრი აქვს ხალხო? არაფერი. და არც ისეთი გაგება პრიმიტიული ქრისტიანობისა და ღმერთისა, ვერ ყველაფერს გვაპატიებს. ყველაფერს გაპატიებს. მე გეტყვი რომ ყველაფერს არ გაპატიებს. არ გაპატიებს თუ არ მოინანიე. დავამატებ. ხო, თუ აღსარებაში არ ხარ, მონანიებაში არ ხარ და თუ ახალი ადამიანი არ შემოუშვი. ერთი და იგივე ყოველდღე შეცდომის დაშვებას. კაცო, გაპატიებს იძახი, ამას ჩამოვეკიდოს, თვითმიზანია პატიება? არის ამ პატიებამ ჩვენ ახალ ადამიანამდე უნდა მიგვიყვანოს. ჩვენში ახალი
ადამიანის ფორმირება უნდა მოხდეს სულიწმინდის მეშვეობით, რომელიც დანაპირები და ნამდვილად მითითებელი ღმერთი იყო და ეს უნდა ვიცამოთ. აი ეს არის განცხადებული წერილებში. ევანგელია ეს არის. და არ არის სანთელი, აი იმ ფილმში რო ნახეთ რა, წავიდა რუსოფელში ტიპი, მღვდელი კაბით დადის, თევზაობს, სისულელეებს ლაპარაკობს, ამერიკულ ფილმებს აჩვენებს ხალხს, წირვაზე მოდით, ახსარება გითხარი და ჭორაობა ჩაიწერა, რატო იქცევი ესე, ის რატო იქცევა ასე, საერთოდ. ამათ თავში თუ ღმერთი არსებობს, არსად არ ჩანს. რისთვის შეეხეთ ემადა მღვდელი ხარ და ისი მღვდელი ხარ, ეგეც არიცი? ვის ემსახურები? მე ვისაც ემსახურები, იმან გითხრა რომ მღვდლობა გაწიე, ესე იგი გაწმინდე ადამიანები, ახსარებები, ეგ ვითხრა? ერთმანეთს ახსარებები ვაბაროთ აქა? აბა ქრისტემ რა გააკეთა? რაღაცი გჭირდება მუდმივად ეს ახსარებები. ჩვენი ცოდვილი ბუნება ვაღიარეთ ერთხელ, მე შემოვიდა მაცხოვარი ჩვენში, სულიწმინდა და დავიბადეთ. გააგრძელეთ ცხოვრება და აი ეს დაბორკეთ თქვენი იარაღი, რომელიც უგზოუკლოთ მირბის იმისკენ. რაც ნორმალურია გავუშვით. მიუშვით ჩვენი სხეული იმისკენ, რაც ნორმაში ისაა, მაგრამ მოვთოკოთ, სადაც მაგალითად მოვთოკოთ იქ, რომ ღობეყორეს რომ მიედე იქა და ვიღაცა ხალს გამოეკიდე ქუჩაში. მოთოკე ესა. მაგრამ მიუშვი შენ ცოლთან. არ შეიძლება? მოთოკე იქ ქურდობა რო უნდა რაღაცა, ეს სხვისია. მაგრამ მიუშვი შენი სახლში რაც ის აიღე. აი შინაგანი კაცი აღვირს ამოძდებს იმას, რომ სხეულს უნდა იქითკენ მაინც. მოთოკე და აღარ მჭიდება მღვდელი და მამაო იქით ამ ფიქრობა, აქიდან ხო შვილო შეგენდო, კურთხეული ხა, ხო, გაკურთხოს ღმერთს. გვაკურთხე მამაო, გააკურთხო თუფალ. რა არის ეს რა რიტუალებია? და რა ტიპები არიან? არაფერი არის ის დაბნევლა, კარცქალი არის ის, არც არაფერი. ჩაახუტებინა ძუძუებში, გაბრუებული გამოვიდა იქიდან, იმან იკივილა, იწილა. რასაცოდაობა, რამდენია იცით ესეთი, რამდენი კომპლექსიანი მღვდელია იმდენი ჩვენ სიკეთე და სიხარული რა. იმიტომ რომ გაბრაზებული არიან, არ შემოხვდეთ კაბებით აქა ეკლესიაში. რა პრობლემაა კაბიჩე? აბა იმით აკოთებული კაბებით შემოვიდნენ იქ დაივარცხენ კალამაზის შემოდი დაგინახო ნორმალური ადამიანი. რა პრობლემაა ეგ? რა თქმა უნდა მახინჯი ეკლესიებში დადიოდეს. რა როგორი შინიათ იცი რომ არ მაცთუნო? ვაიმე და ამიტომ შეიფუთო. უფრო შორს წავიდნენ მუსულმანები. ჩადრეთ არიან ქალები. შემორჩა. ჩავი ჯოჯოები და არაფერი არ მოგინდება. საკმარისი ეგეთ თუ აიწია კაბა რაღაცა და უი თვალებით ის არის სექსუალური. სახეთ სექსუალურია სხვათა შორის. ხო იცით რომ ქალს სექსუალური ადგილები უამრავი აქვს. მკერდი პირველი სახე. სახეს დიდი ფაქტორია ქალთან. და ვისაც სახე არ აქვს მიმზიდველი, ის ცდილობს ჩაანაცვლოს ესა რაკურსი სხვაგან დაიჭიროს ფეხებზე, კაბა აწიოს რაღაცა რომ მიმზიდველი. რა ქნას ქალი ეგრეა. ცდილობს აი ეს ტავარი თუ შეიძლება ასე თქვას თუ უხეშად არის დღეს გაასაღოს. შეგამჩნევინოს დებილი ბრმა არის შემამჩნევი მეყურე მაგრამ როცა ღვთისმოსავი ხარ იმის გამო რომ ვარ მაცთუნო ჩაიმხე თავი და დაიმხე რაღაცა წაისვი რაღაცეები სუნი აყროლებული შემოდი და ილუზიაში ვარ აღარ მაცთუნებთ ესე იგი სუსტი ხარ შენი საქმე ეგ არ არის შენ ქრისტესთან არა ხარ და უგრძალავენ ამას კაბაჩაი და თან ბიბლიდან ვაიღებენ აი თავსაფარი იქ წერია იქ გაგეხმა თავი ეგ არ ეწეროს იქა იქ ილუსტრაცია არის იდეისა კაცის დაქვემდებარების ქვეშ ხალი როგორ უნდა იქცეოდეს ამის ილუსტრაცია იქ კორინთელთა წერილში